არავის არ უნდა მათი დანახვა. ყველა გარბის ამათი რო ხედავენ და ჩვენ ცხოვრობთ ერთ სართულზე, მაგრამ სხვადასხვა მხარეს. ნატა სამსახურიდან რომ მოდის პირველი რასაც მწერს გთხოვ მაჭამე. უმამოდ გაზრდილი სამი გოგო. ფრაგმენტები მახსოვს, ფანჯრიდან მქონდა გადაყოფილი და აი რაღაც ქარს რო ეთამაშები. გაგრის დაცემის დღეს დაიღუპა ზუსტად. ახლაც მახსოვს, როგორ წავიდნენ დედა და ბებო ფოსტაში რომ დაერეკათ დაგრაში. ამბობენ რომ ძალიან მიყვარდა მამიკო და სულ მეგონა რომ საში რო ვიყურებოდი რომ მამა უნდა ჩამოიყვანა. ახალ წელს თოვლის ბაბუაც კიდედიკო იყო ხოლმე. თქვენ იყავით იმედის სახეები? ყველა თავის არჩევანს აკეთებს ცხოვრებაში. როდის მიხვდები ამ შეცდომას, როდის გამოვასწორებ? დღეს დილით გავაღე კარი და დამხვდა ნატა ქაჯაია. როგორ არ გეწერინებთ, რატო იტყუები? ხო და მაგას ყვებინან უკვე, რატომ ეჩხუბები? ანუ ისე თქვი რომ გეგონება ჩვენ უსაქმურები ვართ. ძალიან უსაქმური ხარ ნანუკა. შეძლოს, ალბათ ყველას თელი დღე და ღამე სამსახურში დაგვტოვებდა. ნადარ მევაც. როგორ ველოდი ამ პასუხს. მე ძალიან ნერვებს მიშლის. ნოდარი გიშლის ნერვე? კი, უნდა მოყვე, ჩემ ისეც ყველაზე მეტად აინტერესებთ ადამიანს. ისინი დარბიან, შენ მისდევ. და ის კი ძალიან სწორად ვაკეთებ ყველაფერს, იმიტომ რომ ყველა პარტიას ნერვებს უშლი. ჩვენი ოპერატორი მოდის სამსახურში და ამბობს, რომ ჩემთვის მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ადამიანებს აქვს ჩემი იმედი. არა, მეც სამბევრი შეცდომა მომდის, ანუ მაგრამ აი შენი თრევა არ მინახავს. სინდისის პატიმრების პრაქტიკულად ყველა სასამართლოს ხდომაზე ვარ ნამყოფი. და შენი სლუკუნი გვესმოდა მთელ დარბაზს. გონია რომ დღეს ყველა აქტივისტი უნდა იყოს. მართლა ვცნობ, რომ მაყურებელს ვუთხრა, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობა დასრულდა. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ YouTube არხმის მინეს, ეს არის გადაცემა ვიკასთან. მადლობა რომ გვიყურებთ. რა თქმა უნდა აქვე შეგახსენოთ, რომ იაქტიუროთ, მოგწეროთ და აკომენტაროთ, იმიტომ რომ თქვენი აქტიურობა ნიშნავს, რომ ალგორითმი იწყებს მუშაობას, ჩვენი ვიდეოები იწყებს გავრცელებას და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ჩვენი მხარდაჭერა. რაც შეეხება ჩვენს სტუმრებს. აღფრთოვანებული ვარ, მე მგონი სახეზეც მეტყობა. დები ქაჯაიები არიან ჩემთან. მოგესალმებით. ნანუკა და ნატა. სხვათა შორის მისმინეს ერთ-ერთი პირველი გამომწერი ვიყავი მე. როგორ მიხარია და სულ და სულ მეუბნები. უყურებ შენს გადაცემას. მე არა მხოლოდ შენს გადაცემას გისმენთ, გიყურებთ, გულშემატკივრობთ და მადლობა რომ მოგვიწვიეთ. დიდი მადლობა. აი, გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ისე მიხარია ჩემი გადაცემის სტუმრები რო ხართ, იმიტომ რომ გონია რომ ბევრს აინტერესებს თქვენი ისტორია. თქვენ გაქვთ არაჩვეულებრივი ისტორია, იმიტომ რომ მე მინდა რომ თქვენი ბავშვობიდან დავიწყო, საერთოდ როგორ მოხვდით ამ პროფესიაში და ასე და ასე შემდეგ, მაგრამ თავიდან მინდა დავიწყო საუბარი დები ქაჯაიებით, ანუ თქვენი არასრული შემადგენლობით. ხო, ჯგუფსაც ესე დავარქვი, როდესაც დავიწყეთ მზადება ამ გადაცემისთვის, ჩვენს ჯგუფს ქვია დები ქაჯაიები, სადაც მოვიწვიათ ორივე. და ნანუკამ რა მითხრა პირველ რიგში, მე ვის ვაინტერესებო? რაში ვაინტერესებ მე ვინმეს? სულ უარს ვამბობთ. არსად არ დავდივართ. ხო და ორმაგად მიხარია ჩემი გადაცემის სტუმრები რო ხართ. ნახოთ. ენერგიით ძალიან განსხვავებულები ხართ. დიახ, მე ძალიან. ასე ვხედავ ამ ყველაფერს. მეც. ნანუკა არის აი ქარბორბალა. დღის ამბები რომ მიმყავს ხოლმე, არ არსებობს ჩემს პროდიუსერს არ მივწერო რომ ნანუკა ქაჯაია გააჩერეთ, იმიტომ რომ მისი ხმა შემოდის ხოლმე. მეც ვითხოვ ხოლმე ამას, იმიტომ რომ თუ ტექსტს კითხულობ, არაფერი არ მესმის ნანუკა თუ ნიუსრუმში ზის, ისე ხმა მოგლაპარაკობს, რომ აი ვერ ვფარავ მის ხმას. თქვენ წარმოიდგინეთ ჩემი კოლეგები გადაღებაზე რა კარგ დღეში არიან. რესპონდენტს რო წერ. სხვადასხვა ბევრი ადამიანი რო წერს ხოლმე, ბევრი ჟურნალისტი რო წერს ხოლმე ვინმე სულ ისმის ხმა. მაინც ნანუკას ხმა ის. ჩემ ეს ძალიან კარგია ჟურნალისტისთვის. ძალიან რა. მე ხმაზე ყველა მცნობს. რა თქმა უნდა და ნატა ხო ჩვენ სავიზიტო პარეტი. ხო, ნატა ამ დროს ძალიან შვიდი თითქოს გაწონასწორებული, ისინი აქვს ხოლმე რაღაც მე მინახავს მისი სიგიჟეები, მაგრამ სანამ იმ რაღაც წერტილამდე არ უნდა. ხო და აი როგორ ბავშვობაშიც ასეთები იყავი? ხო, ნანუკას ესეთი იყო, სულ შფოთვარე. სულ ხმაურიანი. სულ ხმაურიანი, სულ ამაზე ვჩხუბობ სახლში, იმიტომ რომ ნანუკა რო სახლშია, შეუძლებელია დაისვენო. აი გამორიცხულია. ოღონდ მე ბავშვობიდან ყველაფერი ესეთი ხმაურობს. ვიყავი. აი ყველაფერი.
კარის არ ვიცი, ყველაფერი წარმოუდგენელია მასთან ერთად ცხოვრება. სამაგრების საინტერესოა ჩემთან ერთად ცხოვრება. მაგრამ ერთად არ ცხოვრობთ თქვენ. მაგიტომ რომ ნანუკა ხმაურიანია. დიდი ხანი. აი ხა მეგრიტყვი. ჩვენ ცხოვრობთ ერთ სართულზე, მაგრამ სხვადასხვა მხარეს. მე ძირითადად ჩემს სახლში მძინავს. დანარჩენ დროს ვატარებ ნანუკასთან. მაინც ვერ შევდება, ხვდები ვიკა. ნანუკა არის ყველაზე მსრუნველი ადამიანი. კარგი რა. ხო, ძალიან გემრიელ რაღაცებს აკეთებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ნანუკა მარჯენს და მოიცა ნანუკა კულინარიული შესაძლებლობები არ ვიცოდი შენ. საოცარი. ყველაფრის გაკეთება ვიცი. აი რას აკეთებ? აბსოლუტურად ყველაფერი, რაც გინდა, მითხარი ნებისმიერი ამის გაკეთება. აჯაფ სანდალს აკეთებ? თქო, აჯაფ სანდალის გაკეთებაც ვიცი. საცივით შეუძლია გაგიკეთოს. ძალიან გემრიელი მეგრული ხაჭაპური, სპაგეტი. და როდის შვება სულ სასამართლო პროცესებსა და როდის აკეთებ აჯაფ სანდალს? რომ სასამართლოს ხდომებია თორე. მე გვიან ღამით ნებისმიერ დროს შემიძლია. აი ნატა სამსახურიდან რომ მოდის პირველი რასაც მწარს გთხოვ მაჭამე. და ჩემთან ჭამს სულ. მაგრამ ერთი პრობლემა. ხო. შენ აბარა პრობლემა. ჭურჭლის დარეცხვა. ჭურჭელს არ რეცხვა. ანუ არა, მე ვეცხავ, ნატა მარტო ჭამს. ან რა ეთყობა, ნახე თან. ნატა რასაც ჭამს მე მერგება. ან ნანუკა ყველაფერს გააკეთებს. მე უბრალოდ არ შემიძლია გავრეცხავ, ხვდები? აი მართლა არ შემიძლია. ანუ არც აკეთებ ნატა, არც რეცხავ. პრინცესული ცხოვრება უნდა ვიყა. აი ჩემი მაქსიმუმი ჩემთვის გავაკეთო ყავა, შევიწვა კვერცხი, რაღაც კიდე რა შემიძლია. ოღონდ შეიძლება ესეც არ გააკეთოს, იმიტომ რომ დაიზაროს და მთელ დღეში ხო, არ უფრო მოწოს მისი გაკეთებული. ნანუკა შენ ყოფილ ხარ ქალი. თან სასამართლო პროცესზე, თან რობოკოპებს ეკაჩავება, თან საჭმელს აკეთებს, თან ჭურჭელს რეცხავს, დასუვლის და ნუ არ ვიცი. ნანუკა დაგაფასე. მდენი ხანი არ მოფასებდი ვიკა. ხოჭა, სახში რომ მოყვა. რამეს გაჭმე. და ლიდერი ვინ იყო სახლში? დედა. ხო. ჩვენ ყავს ძალიან კარგი დედა, ნუ ყველას თავის დედა უყვარს, მაგრამ ჩვენი დედა მართლა მართლა ძალიან კარგი დედა ყავთ, იმიტომ რომ თქვენი ბავშვობა უკავშირდება გაგრას, თქვენი ბავშვობა უკავშირდება ომს. მე არ ვიცნობ დედა თქვენს, მაგრამ ხვდები ძალიან კარგად რა ისტორია აქვს მას და როგორი ტიპაჟი შეიძლება იყოს თქვენი დედა და უმამოდ გაზრდილი 3 გოგო. ძალიან მძიმე პერიოდში, მინდა რომ ეს ამბები მომიყვეთ. ძალიან პატარები ვიყავით, თვითონაც პატარა იყო, 31 წლის, ფეხმძიმე. ნანუკა იყო წლინახევრის, მე 5 წლის, მამა ახალი გარდაცვლილი, ძალიან დიდი ტკივილის პირისპირ იყო და ამ ყველაფრის მიუხედავად მან ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენ არ გვეგრძნო უმამობა. იმგონია, რომ რაღაცა განსაკუთრებული ადამიანია, ძალიან ძლიერი. ხანდახან როცა ამბობენ და რაღაცას გვეტყვიან ხოლმე, აი ესეთები როგორ ხართ, აი მგონია რომ დედისგან ვისწავლეთ ეგ, რომ ვიყოთ ძლიერები, რაღაცნაირად აი ბავშვობიდან თითქოს რაღაც ჩვენი თავის პატრონები ჩვენ თვითონ. და თან იცი რა არის? რო არ იცი რა აჭამო, რა ჩაცვა, შია, წყურია, ცივა, არც გაზი, არც ჩუქია, არც საჭმელია და მაინც რაღაცას ცდილო. ხო, აი ჩვენ საერთოდ არ გვეგრძნია, იცი? მართლა ძალიან რთული პერიოდი იყო. ჩვენ მე ბევრი რამე არ მახსოვს, აი ძალიან ფრაგმენტები მახსოვს გაგრასთან დაკავშირებით. ერთი მანქანაში ვზივარ მამასთან ერთად, კოკაკოლას ვსვამდი. ცალიხელი მანქანიდან ფანჯრიდან მქონდა გადაყოფილი და აი რაღაც ქარს რო ეთამაშები, რაღაცა ეგ მომენტი მახსოვს. მეორე მახსოვს ბებია ჩემთან ერთად სალონში ვიყავი. რაღაც წითელი ნაჭერი იყო და მანიკურს მისვამდნენ და კიდე ერთი ამბავი მახსოვს. 4-ვე ვიყავით, მე, ნანუკა, მამა და დედა გაგრაში ზღვაზე. ნანუკა პატარა, მე, დედიკო და მამიკო და სახცნაირი საღამო იყო და დღემდე მახსოვს, რომ ზღვა ცისფერი არ იყო, მართლა შავი იყო. მოგონება თუ ზღვასთან რაიმე მაკავშირებს, აფხაზეთთან მაკავშირებს, აი შავი ფერის ზღვა იყო.
ანუ ღამე იყო უკვე და აი ეგეთი დამრჩა ჩემს მახსოვრობაში მოკეთ ეგეთია ხო ზღვაზე არ ყოფილხარ გაგრის ჩვენ წამოვედით მამამ გამოგვიშვა იმიტომ რომ ნერვიულობდა ჩემზე იმიტომ ძალიან მეშინოდა სროლების და ანუ ჩვენ შეიძლება ითქვას რომ გაგვიმართლა ხო თუ გამართლა ბოლო რეის გამოვყევით ჩვენ გამოვფრინდით მამამ გამოგვიშვა და თვითონ დარჩა ბაბუასთან ერთად გაგრაში მამა კიდევ რამდენიმე კვირა იცოცხლა რა ვითარებაში გაგრის დაცემის დღეს 2 ოქტომბერს დაიღუპა მამა ჩვენ რაღაც პერიოდი არ ვიცოდით თავიდან დედას და ბებიას ეუბნებოდნენ რომ დაჭრილი იყო, მძიმედ იყო, განთიადის საავადმყოფოში იყო, მაგრამ რაღაცა ძალიან გაიწელა ეს პერიოდი უკვე ეჭვი შეეპარათ და ოღონ ძალიანაც მგონი რამდენიმე დღის ამბავი იყო, 2 დღე იყო. ხო, აი ზუსტად ეგ რაღაცები არ მახსოვს, მაგრამ ვიცი რომ თავიდან არ ეუბნებოდნენ რომ გარდაცვლილი იყო. მე ახლაც მახსოვს როგორ წავიდნენ დედა და ბებო ფოსტაში რომ დაერეკათ გაგრაში მეზობელთან, იმიტომ რომ ჩვენ სახლში რეკავდნენ, მაგრამ სახლში არავინ არ პასუხობდა. და დედას და მამას რაღაც კონკრეტული დრო გქონდათ, ნათქვამი, როდის დარეკავდა, რომ სახლში დახვედროდა და იპასუხა ტელეფონზე. მოკეთ მამასთან კავშირზე ვერ გადიოდნენ, ამიტომ მეზობელთან დარეკეს და ბოლოს მეზობელმა უთხრა, რომ მამა იყო საავადმყოფოში, ძალიან მძიმედ იყო და რა, ანუ უკვე შეაგუეს, რომ მოკეთ შეიძლება მძიმედ დასრულებული იყო მოკეთ ეს ამბავი და ბიძამ, დედაჩემის ძმამ მეგობარს თხოვა და ვერტფრენით გადაფრინდნენ გაგრაში. დედაჩემიც იმ დროს იყო ვერტფრენში ორსული ამერიკოზე. ბიძაჩემი, რომელიც ასევე ძალიან ახალგაზრდა იყო და წარმოიდგინეთ ომის მიმდინარეობის დროს საკუთარი სიცოცხლეც გარისკეს, იმიტომ რომ ჯერ კიდევ იმ დროს ფიქრობდნენ, რომ ცოცხალი იყო მამა და გამოასვეს. ხო, მემუარებში შევარდნაძე იხსენებს ამ ამბავს, რომ ორი ვერტფრენი დაფრინავდა ძალიან დაბლა, ასე იყო საჭირო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ერთში ჩვენ ვისხედითო, მაგრამ მეორე ვინ იყო დღემდე არ ვიციო და მართლაც იმ ვერტფრენში მომენტში ჩვენები იყვნენ, იქ რო ჩავიდნენ განთიადის საავადმყოფოში პირდაპირ შეიყვანეს დედაჩემი ფეხმძიმე ქალი შეიყვანეს პირდაპირ ხო სადაც ხედრები ეყარა ძალიან ბევრი დაჭრილი ქართველი დაღუპულები დაჭრილებიც იყვნენ და დაღუპულებიც და მართლა უბედურება ხდებოდა ხო და მე სულ ველოდებოდი ხოლმე რომ ჩამოფრინდებოდა მაგრამ მამა აღარ დაბრუნდა. ხო, თვითფრინავით სულცაში ვიყურებოდი ხოლმე, სულ მეგონა, ეხლა მაშინ ვერტფრენს და თვითფრინავს ვერც ვარჩევდი, ჩემთვის ყველა ერთნაირი იყო და სულ მეგონა რომ საში რო ვიყურებოდი რომ მამა უნდა ჩამოიყვანა, მაგრამ გახსოვს მამა, მამასთან ურთიერთობა. აი ეს დედაჩემი სულ ამბობს რომ მას არ ვეყარებოდი, სულ მამასთან ვიყავი. აი სულ მამასთან ვიყავი. და ხო რაღაც სამტკივნეულია ეს თემა ჩემთვის ძალიან და აი დღემდე მტკივა და სულ იმწყდებოდა რომ სკოლაში ჩემთან არ მოდიოდა მამა ყველას აკითხავდა მაგრამ მე არ მაკითხავდა ნანუკა შენ საერთოდ არა გაქვს მოგონება წმინდა ხევრის ვიყავი და ეგ როგორია ყავდეს მამა რომელსაც არ იცნობდი აი სიმართლე რომ გითხრა ბევრჯერ მომისმენია ერთი და იგივე ისტორია მამა ჩემისა და ჩემს ურთიერთობაზე და წმინდა ხევრის ბავშვს ამჯერა რომ რამე შეიძლება ახსოვდეს მაგრამ აი ფრაგმენტულად ჩემს მეხსიერებაში როგორც კი ეს ვიხსენებ აი ამ ისტორიებს რომელიც მოყოლილი აქვს ჩემთვის ნათესავებს დედიკოს ხო სულ მგონია რომ აი წარმოვიდგენ ჩემს თავს როგორი ვიქნებოდი წმინდა ხევრის ბავშვი არ ვიცი მაგრამ ამბობენ რომ ძალიან მიყვარდა მამიკო და ხვდებოდი მე გაღვიძებული და რომ მოდიოდა შესვენებისას ნატასაც ეძინა დედიკოსაც ბებიასაც და ხვდებოდი მე მამიკოს და ის ხო მიყვებიან ამ ამბებს და ეს ამბები ეს მგონია რომ ის ცოცხლად მახსოვს, მაგრამ წინა ხევრის ვიყავი. ხო, წარმოსახვა მაქვს, რა თქმა უნდა, მიყვებიან ასევე იმას, იმ დღეს, როდესაც მამიკო გადმოასვენეს სამეგრელოში, ჩვენის სახლში იყო და სხვათა შორის ძალიან
ბევრი დღის განმავლობაში ვერ ასაფლავებდნენ, იმიტომ რომ ბაბუას ელოდებოდნენ, გაგრიდან ვერ ბრუნდებოდა. ანუ მამა არაფერი იცოდნენ შვილის ხო თავიდან გარდაცვლილის რო იყო ეგეც არ იცოდა ბაბუამ წარმოიდგინეთ აი დღეების განმავლობაში ხო ძალიან ტრაგიკულია ეს ისტორია მაგრამ მართლაც აი დედა თქვენი არის ნამდვილი გმირი იმიტომ რომ აი ასეთი შვილები გაზარდა ასე ფეხზე დააყენა და ეს არ იქნებოდა ახლა მარტივი ხო რა თქმა უნდა დედა ძალიან ადრე იწყებდა მუშაობას გვიან ღამემდე მუშაობდა ბებო და იყო შრომის მოყვარე. ხო, რა თქმა უნდა. ოღონდ აი ვიკამ სენსაციური ხარატ რომ აი ახალ წელს თოვლის ბაბუაც კიდე დიკო იყო ხოლმე რომ მოდიოდა ის იცმევდა მის რომ ჩვენ რაღაც გავეხარებინეთ და აი რა ვიცი ჩვენთან ახალ წელს 90-იან წლებში თოვლის ბაბუაც სულ მოდიოდა ყოველ 31 დეკემბერს და მოქონდა ბევრი საჩუქარი. მოკლედ მართლა წარმოუდგენელ სიგიჟეებს აკეთებდა ჩვენთვის. ხოთ შეიძლება ვახოთ ყვებოდა სანაია. ხო, ეს ყველაფერი გამოვლილი აქ იმ პერიოდის ბავშვებს და ეხა ახსენა ნატამ ახსენა რომ მიუხედავად აი ამ სირთულეებისა და სიმძიმეებისა არ მახსენდებოდა ცუდად ბავშვობაო და ალბათ ესეც დედის დამსახურება. კი, აი საერთოდ ყველაფერი დედიკოს დამსახურებაა. მე მართლა არ ვიცნობ მეორე ადამიანს, რომელიც ესეთი სამართლიანია. დედა ჩემი მგონია რომ ყველაზე სამართლიანია პლანეტაზე საერთოდ. ძალიან თავდადებულია, ყველაზე თბილია და აი მართლა ჩვენთვის იცხოვრა სამივესთვის ყველაფერს აკეთებდა იმისთვის რომ ყოფილიყავით კარგად ძალიან ბევრს მუშაობდა დილით 6 საათზე დგებოდა გვიან ღამე მოდიოდა რომ აი რაღაცნაირად ჩვენთვის მოეცა განათლება პირველ რიგში იმიტომ რომ პირველი კლასიდან დავდიოდით ბოლო კლასამდე კერძო სკოლაში და ყველგან სადაც ყველანაირ წრეზე დავდიოდი რამე წრე თუ არსებობდა ყველაფერზე დავდიოდით აი ყველაზე უნიჭო ვარ სიმღერა არ შემიძლია ხმა არ მოგსმენა გიждდებიო ყველაფერი ვიცი ყველა სიმღერის ტექსტი ვიცი საერთოდ მაგრამ დავდიოდი სიმღერაზეც იმიტომ რომ დედაჩემს დაუნდოდა რომ მე გული არ დაგწყდესო რომ რაღაც იქნებ გამოგივიდეს იმიტომ რომ რაღაცა დედაც იყო მამაც იყო ხო ყველაფერი იყო ჩვენთვის ცდილობდა რომ თქვენ არ გეგრძნოთ უმამობა ხო დღემდე ესია და დღემდე არის ძალიან ჩვენ საერთოდ ძალიან გადაჯაჭულები ვართ ერთმანეთზე ყველანი რაღაც 4-ვე და გადაცემა სანამ დაიწყებოდა ნატამ დაურეკა დედას და უთხრა რომ ეხა ჩაწერა მექნებაო და შენ არ ინერვიულო ხო ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ და მივხვდი რომ ეს რაღაც ხო იმიტომ რომ შეიძლება ინერვიულოს რაღაცა ხო ანუ ჩვენ ტელეფონზე თუ არ ვპასუხობთ ერთმანეთს ანუ 4-ვე ძალიან ძიმე მდგომარეობაში ვაგდებთ მე ერთმანეთს ვინმე თუ არ გვიპასუხა იმიტომ რომ ხო რაღაც სუხაზე უნდა ვიყოთ დედიკოსთან და ერთმანეთთანაც მე რიკო ვარი ცოტა მოურჯულებელი ანუ ვერ ვარჯულებთ იმიტომ რომ არაზრუს გპასუხავს მაგრამ ნუ ისიც ისავლის ყველაზე საინტერესო ნაწილი ჩვენი გადაცემის საჩუქრები უნდა გადმოგცეთ აუ რა კარგია ძალიან ველოდებოდი ჩემი საყვარელი PSP რომელსაც ვაქებ ვადიდებ ყველა გადაცემაში გიყვართ ხო PSP იმიტომ რომ ბევრი მიზეზი გვაქვს იმიტომ რომ გვიყვარდეს PSP ჯერეთი ისე კარგად არჩევს საჩუქრებს ჩემი სტუმრებისთვის რომ ფიქრობენ ძალიან ბევრს აი რა გაუხარდებოდა ჩემს რესპონდენტს სტუმარს და ძალიან ეძვირფასებათ როგორც ჩანს ჩემი სტუმრები და მადლობა მათ ამან. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა PSP-ს. აი ნახეთ. და PSP-მ რა თქვა, რა გაუხარდებათ ნატოსთან ან უკასო? PSP-მ თქვა რომ გაუხარდებათო მიშას ხაზიო. ვაუ! და კიდე რატომ მიყვარს PSP? სამ გახსნით ამ საჩუქრებს მათი პოზიციის გამო და იმ კამპანიის გამო თუნდაც ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ, რომელიც იყო სრულიად არაჩვეულებრივი მათი კამპანია და ახალი ამბავი უნდა გითხრათ.
საქართველოს ისტორიულ წარმატებას მიაღწია ნამდვილად, რომლის სათავეში არის PSP და შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ სცენაზე PSP-ს მარკეტინგის დირექტორი ანო გოგიჩაძე ნიუ-იორკში The One Show-ის მიერ წლის შემოქმედებით მარკეტერად დასახელდა. ვაუ, რა მაგარია, ვლოცავთ ამას. და გახდა მთავარი პრიზის მფლობელი და სხვა შორის ეს კამპანია რატო გადაეცა იცით კამპანიისთვის ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ სადაც ანდროს ხმა ისმის და საოცარი ნამუშევარი იყო აი მე მართლა დღემდე არ შემიძლია ახლაც არ შემიძლია რომ ემოციების გარეშე ვუყურო ამ კლიპს ერთი წელი გავიდა ხო უკვე მე მგონი ტრინდოს მემორი მამომი რა მაგარია საოცარი ნამუშევარია და არა მხოლოდ ანდრო გიორგი ოკმელაშვილმაც იმუშავა ამ ნამუშევარზე სინდისის ორი პატიმრის წვლილია აი ამ ვიდეო რგოლში და მოვიკითხოთ ბიჭები მართალია შევა ეს გადაცემა ვერ ნახო მაგრამ მე მინდა რომ ნახონ ეს გადაცემა და იქნებ მოვახერხო რომ ნახონ და Playmaker-საც დიდი მადლობა მათთან თანამშრომლობით გადაიღეს და შეიქმნა ეს კლიპი და აი ეს ძალიან დიდი წარმატება აქვს და მე მიხარია რომ ასეთი კომპანია ეხმარება ჩვენს გადაცემას და მე მინდა მადლობა რა გამოგვიგზავნა გავაკეთეთ unboxing-ი ეს არის ანტიასაკობრივი ნაკრები თქვენ კი პატარები ხართ მაგრამ უკვე უნდა დაიწყოთ ზრუნა კი ძალიან ლამაზია ლამაზია 3D lifting-ის ეფექტი აქვს სხვა შორის რომელიც ეხმარება კანის გამკრივებას მოშვებული კანის აწევას და აქტიური ღეროვანი უჯრედის ინგრედიენტს შეიცავს, ხელს უწყობს კანის გამკრივებას, ნაოჭების შემცირებას, ძალიან მაგარი პროდუქტია. კოლაგენი, ელასტინი, ყველაფერი, რაც კი საუკეთესოა ანტიასაკობრივ ხაზში, ყველაფერს შეიცავს. ძალიან დიდი მადლობა PS. ზოგადად მე ვარ კორეული კოსმეტიკის დიდი თაყვანისმცემელი. გიჟდები კორეულ კოსმეტიკაზე. სხვა შორის მოვისმინე, სადღაც ამ თემაზე საუბრობდი. კი, მიყვარს ძალიან და მის ხაზი განსაკუთრებით მიყვარს. PSP მანებიურებს მეც ძალიან ხშირად და იმედია რომ მოგეწონებათ ჩვენი. მე გამომიყენებია იასამნისფერი და ძალიან კარგი დამატენიანებელი იყო. ეს არ ვიცი, ნახოთ. ხო დავტესტოთ და შემდეგ გავიზიარებთ. აუცილებლად იმედია ჩვენს TikTok-ს და გაგვიზიარებთ. აუცილებლად. შედეგებს. თუ გინდათ თქვენი კანი უფრო გლუვი დატენიანებული და მკვრივი იყოს, ამაზე კარგ ყუთს უბრალოდ ვერ ნახავთ. რა დევს ამ ყუთში? კანის გამკრივების, ელასტიურობის გაუმჯობესების, წვრილი ნაოჭების, შემცირების ჯადოსნური პროდუქტები. ხშირად ადამიანები ამბობენ, რომ ძვირადღირებული შრატი ან კრემი არ მოქმედებს. რეალურად კი პრობლემა ზოგჯერ იმაშია, რომ კანი ძალიან გამომშრალია და პროდუქტი უბრალოდ ვერ მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს. კორეულ მოვლაში განსაკუთრებული ყურადღება სწორედ კანის მომზადებას ექცევა. ესეთში ყველაზე საინტერესო პროდუქტები ეს თეთრი ბოთლები არის, ეგრეთ წოდებული ესენსი, ძალიან მსუბუქი, თითქმის წყლის მსგავსი პროდუქტი, რომელსაც დაბანისთანავე ისვამ და მისი დანიშნულება არ არის უბრალოდ დატენიანება, იდეა ისაა, რომ კანი გახდეს უფრო რბილი, დატენიანებული და ყველაზე მთავარი, მზად შრატისა და კრემის მისაღება. ახლა კი ამ სეტის მთავარ პროდუქტზე უნდა გითხრათ, ეს არის Prime Stem Assist Lifting შრატ. ყველაზე მეტად მომეწონა არის ის, რომ ძალიან მსუბუქია, საერთოდ არ არის მძიმე და წეროვანი, რაც მე არ მიყვარს, კანზე ძალიან კომფორტულად ნაწილდება და სწრაფად შეიწოვება. ალბათ ვიცით, რომ დასაკის მატებასთან ერთად ჩვენი კანი ნაკლებ კოლაგენს გამოიმუშავებს, სწორედ ამიტომ ჩნდება სიმკვრივის დაკარგვის შეგრძნება, თითქოს სახე უფრო დაღლილად მოიყურება. ზუსტად ამ პრობლემის მოგვარებაზე არის ორიენტირებული ეს შრატი. კიდევ ერთი რჩევა, შრატ ძალიან ბევრი ადამიანის ზედმეტად ბევრს ისვამს. სინამდვილეში 3 წუთი სრულიად საკმარისია მთელი სახისთვის. შრატის წასმის შემდეგ ამ მინის მასაჟორსაც გამოვიყენებ. მსუბუქი მასაჟი ხელს უწყობს შეშუპების შემცირებას და პროდუქტის უფრო თანაბრად გადანაწილებას. სინამდვილეში კრემის მთავარი ფუნქცია მხოლოდ დატენიანება არ არის. მისი მთავარი ამოცანა ყველაფერი, რაც მანამდე წავისვით, ესენსი და შრატი კანში შენარჩუნდეს. ამიტომ კანის მოვლის რუტინაში კრემი ყოველთვის ბოლო ეტაპია. ეს არის კრემი, რომელსაც უმდიდრესი ტექსტურა აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, კანზე ზედმეტ სიმძიმეს არ ტოვებს. განსაკუთრებით კარგია მაშინ, როცა კანი დაღლილი, გამომშრალი და სტრესის ქვეშ არის. კრემი არ წაისვა მხოლოდ ლუყებზე, ხშირად გვავიწყდება კისერი და დეკოლტე. მაშინ, როცა ასაკობრივი ცვლილებები სწორედ ამ ზონებში ძალიან სწრაფად ჩდება. ამ ხაზის იდეა სწორედ ესაა, ჯერ კანის მომზადება ესენსით, შემდეგ აქტიური მოვლა შრატით და ბოლოს ყველაფრის შენარჩუნება კრემით. ანუ ეს არის სისტემა, სადაც თითოეულ პროდუქტს თავისი კონკრეტული ფუნქცია აქვს. კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ძალიან მომეწონა, არის ის, რომ ამ სეტში სამოგზაურო ვერსიებიც არის. თუ ხშირად მოგზაურობთ, ზუსტად ისეთ რამდენად მოუხერხებელია დიდი ბოთლების თრევა. აქ უკვე მზად გაქვთ მინი ფორმატები. არაფრის გადაღება, გადასხმა, პატარა კონტეინერებში ჩასხმა არ გჭირდებათ და ბოლოს ჩემი ტრადიციული პატარა რჩევა. ზისგან დამცობის გარეშე გარეთ არ გახვიდეთ. როდესაც ნანუკა არის მაგალითად ცხელ წერტილში
დარბევების დროს, წყლის ჭავლის წინ, რეზინის ტყვიების წინ და ნატა არის სტუდიაში. აი მე უნდა ვისაუბრო ძალიან გთხოვთ. მაგრამ ერთს ვიტყვი, მე ერთ შემსწრევა რიცი ერთი ამბის. მოკლედ ერთხელ ვიყავით საეთეროში და შენ მოხვდი დარბევაში. ტრადიციულად. ნატა იქ იყო? ნატა იყო. არა, ნატამ დაურეკა პროდიუსერს სავარაუდოდ, ხო? ნატამ დაურეკა პროდიუსერს და ნატას კივილი გვესმოდა მთელ საეთეროს. ნოდარი ეხვეწებოდა რომ არ წახვიდეო, მაგრამ ვერ მოითბინა. ან საცმლით თუ არ ვწდები, შენ წყლის ჭავლი მოგხვდა? კი, ეს ის დღეა. ის დღეა მე მგონი ამის მოყოლა მინდოდა ზუსტად. ანუ მე ვიყავი. ან ნახე მე ერთად. და ნატა იყო უბრალოდ შეუვალი, არ ვიცი, რა ენერგია და რა ხმამოუშვა იცი. ანუ ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ თუნდაც გამითიშოს ტელეფონი, მაგრამ რაღაცა მითხრას, რომ აი კარგად ვარ, ცოცხალი ვარ, აი ეს უნდა ვიგრძნო, არ ვიცი, ან უნდა მომწეროს. და არ გამოდიოდა კავშირზე საერთოდ ეთერშიც ვერ ვხედავდი. კი გახსოვს რაც ხდებოდა, ანუ სიგნალი ხშირად იწყდებოდა და ანუ კავშირზე არ იყო და ვერ მივხვდი სად გაქრა. ტელეფონზეც არ პასუხობს. და მე გაწყდა სიგნალი და ხმა გავიგონეთ, ჭავლი მოგხვდა თუ არ ვწდები წყლის, მოყევი. ნატა არის ყველაზე დიდი პრობლემა დარბევების დროს ჩემთვის. აი მართლა ეს დღე რო გაიხსენე, მაგ დღეს თუ არ ვწდები 28 ნოემბერი იყო. მოვიდა და ის რომ მე ხო ჩემს თავზე ვფიქრობ ამ დროს და ჩემს ოპერატორზე ხო პირველში ორნი ვართ და ჩემი ოპერატორი უნდა იყოს კარგად, მე უნდა ვიყო კარგად რომ გავაგრძელოთ მუშაობა და მივაწოდოთ მაყურებელს ხო ის რაღაც მოვლენების ეპიცენტრიდან ამბავი. ნატა გაჩნდა ჩემთან და ჩემთვის გაჩნდა უდიდესი პრობლემა, იმიტომ რომ მე უნდა მეზრუნა ნატაზე და მთავარი საზრუნა ვიყო ხო ნატა. ანუ მართლა წარმოუდგენელი იყო ის რამდენიმე საათი ვეხვეწებოდი რომ წადი სახლში. იმიტომ რომ ურთულესია ამ დროს რომ იცი რომ იქ გარის შენი და შენ უნდა იზრუნო ასე და აი ვინც ერთხელ მაინც მოყოლა ამ დარბევებში. მე მაინც დავჭი. ოღონდ იცი ბოლოს როგორ მეჩხუბებოდა? კიო და რომ გამანებეთ. ანუ მართლა ძართულია, იმიტომ რომ ვერ კონცენტრირდები ამ დროს, როდესაც პასუხის მართლა უგრძნობდი პასუხის. იცი რა გააკეთა? ვიღაც ადვოკატი იპოვა. და ჩავაბარე. ვიღაც არა, ნუ მეგობარი ადვოკატი იპოვა, ჩამაბარა, სთხოვა რომ გაიყვანეო, მომაშორეო. და გავაგზავნე მუშაობა. წამიყვანა და ნანუკა დარჩა მარტო და იყო ძალიან ბედნიერი, რომ ითარ. მართლა ძალიან რთულია ამ დროს, რომ კონცენტრირებას ვერ ახდენ. არა და შენს ესე კი წარმოიდგინე ნანუკა ყვება რომ თანო ნატაზე უნდა მეზრუნაო და ნატაც მაგათ საქმეზე იყო. ხო, მაგრამ მე შემიძლია რომ გავიწყდეს. მე შემიძლია. იმიტომ რომ ვიფიქრე რომ დაასველდა სავარაუდოდ, მთელი ღამე უნდა იმუშაოს, 1000 რაღაც ხო გჭირდება. მე არ გჭირდებოდა. მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ შენ ცუდად გახდებოდი. ხო, მართლა ცუდად გავხდი. ანუ ისე ცუდად გახდა, რომ მე ამას რო უყურებდი, ძალიან რთული იყო. ანუ იქ პირველი რამდენიმე წუთი ეს რომ მოგხვდება წყლის ჭავლი, თან წყლის ჭავლში იცით რომ გარეული იყო ნივთიერება, ქიმიური სავარაუდოდ. დასადგენია ხო კიდევ რა იყო გარეული და წავდა ყელს, ვეღარ სუნთქავდი, ვერ ხედავდი და სასწრაფოებში ადგილები არ იყო, სასწრაფოებს უფრო ხუნებდით რომ გაიღოთ კარი, რომ ვინმეს ჩვენთვის დახმარება აღმოიჩინა პირველად და ამ დროს შენს თავზე რომ უნდა იფიქრო ოპერატორს და პლუს საჩუქრად ნატა რო გემატება, რომ ძალიან რთულია. ძალიან. რა საყვარლები ხართ და საერთოდ ამ პროფესიაში როგორ მოხვდით? ნატა, მე ვიცი რომ მე და ჩემი დის ამბავიც მსგავსია, ის გახდა ჟურნალისტი, მე მეც გავხდი ჟურნალისტი. თქვენი ამბავიც რაღაცა მსგავსია. შენ როგორ მოხვდი ნატა? ზეში დავიწყე მე, საინფორმაციოში პირველად და ნოდარ მელაძე მიმიყვანა. მე იყო რუსთავი 2, სადაც ცოტა ხანი ვიმუშავე, მე პირველი არხი და ნუ მე ჩემით. და ნანუკა როგორ მოხვდი შენ არ მახსოვს? ნანუკა მე მგონი ჩემი გავლენით, ხო? მე ძალიან მიდიოდა მთელი ცხოვრება ყოფილიყავი მსახიობი. დღემდე ვფიქრობ რომ რაღაცნაირად მსახიობი რანაირად აი ძალიან ვოცნებობდი რომ მსახიობი ყოფილიყავი, მაგრამ აი ბოლო მომენტში გადავწყვიტე რომ მომწონდა რასაც აკეთებდა ნატამ. და ჩემი გავლენით მოკეთ გადაწყვიტა რომ ემუშავა ტელევიზიაში. ჩემი პირველი სამსახური იყო იმედი. ჩემი სისტემა ჩემიც პირველი სამსახური იყო იმედი. 7 წელი იმედში მუშაობდი და მეც სხვათა შორის რამდენი დამთხევა.
ხო, იმედი ისეთი თემაა, რომელსაც ვერ აუვლით გვერდს, იმიტომ რომ თქვენ იყავით იმედის სახეები და როგორ მოხდა, რომ წამოხვედით, სხვადასხვა მანდაც თქვენი ისტორია არის გადაჯაჭვული. ერთად, სულ ერთად. მოგჩენდა დაიწყო რა. 2020 წელს წამოვედით იმედიდან და მთავარი წყალგამყოფი რაც იყო ის რომ ერთ-ერთი თემა იყო გახმაურებული და სამსახურში ფიქრობდნენ ხელმძღვანელი პირები, რომ უფრო თვითმკვლელობის მიმართულებით უნდა წავსულიყავი, ანუ კითხვები არა სავარაუდო მკვლელობის მიმართულებით უნდა გამჩენო და რა კითხვებიც გაუჩნდათ თავად ოჯახის წევრებს, აი უფრო უნდა გამეტარებინა ვერსია თვითმკვლელობის და ეს იყო მიზეზი რის გამოც ის თავარი მიზეზი რის გამოც მივიღე გადაწყვეტილება რომ უნდა წამოვსულიყავი. ჯერ მე პირველ შენ მიიღე გადაწყვეტილება იმედიდან წამოსვლის. მეც იმ დღესვე, ჩვენ იმ დღესვე მივწერეთ ჩვენს უშუალო უფროსებს. და მეორე დღეს დავწერეთ განცხადება, თუმცა ესე მარტივადაც არ ყოფილა. აი ზუსტად იმ მომენტიდან, როდესაც ჩვენ ვთქვით რომ მივდივართ, დაიწყო პირდაპირ მნიშვნელობით ვაჭრობა. აი მართლა რას არ გვთავაზობდნენ, რომ ჩვენ დავრჩენილიყავით ამ არხზე, მაგრამ ჩვენთვის ეს იყო წითელი ხაზი და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ორივე უნდა ეს ამბავი იცის ყველა ქართული ოცნების ყველა წევრმა იმეჩიც რა თქმა უნდა ყველა ჩვენმა ყველაფერი ყველა ძალიან კარგად იცის და ამიტომ ამაზე ბევრი არასდროს არ გველაპარაკე, უბრალოდ მგონია რომ საჭიროც არ არის ბევრი ისაუბრო ამ თემაზე. ხო, მაგრამ არის რაღაც რაც შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მე არასდროს არ გამიკეთებია ის, რომ შეგნებულად ადამიანი მომიტყუებიან, თუ არამის არ მჯერა, არასდროს არ ვაკეთებ მას და თუმცა კითხვები არსებობს, მგონია რომ უნდა დასვა ეს კითხვები ყველა მიმართულებით. როცა გაქვს მაღალი ხელფასი, გარანტირებული სამსახური, რთულია ჟურნალისტისთვის ასეთი სისტემიდან წამოსვლა? ალბათ რთულია, ჩვენზე შემიძლია გითხრა, რომ ჩვენ წამოვედით ისე, რომ ჩვენ არ ვიცოდით სად მივდიოდით. ჩვენ ფიქრობდით, რომ შეიძლება სახლში წავსულიყავით პირდაპირ. საერთოდ არ ვიცოდით რა გველოდა წინ. მართლა, ძალიან მართლა რამდენიმე წამში მივიღე გადაწყვეტილება, როგორც კი რაღაც კონკრეტულ თემაზე ვისაუბრეთ ხელმძღვანელობას და ვთქვი, რომ ოკეი, იმიტომ რომ რაღაც ყველა თავის არჩევანს აკეთებს ცხოვრებაში. და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანმა გააკეთოს არჩევანი. მე ეს არჩევანი გავაკეთებაში. მგონია, რომ შეცდომებს უშვებთ ყველა. მეც დამიშვია შეცდომები, მაგრამ ვფიქრობ, რომ როდის მიხვდები ამ შეცდომას, როდის გამოვასწორებ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეც არ ვარ უშეცდომო, მეც მომსულია შეცდომები, რა თქმა უნდა. მეც ბევრი რამ არ მომწონს, ის რაც გამიკეთებია, მაგრამ მგონია, რომ იმ კონკრეტულ მომენტში მე მოვიქცი სწორად. გააქვს ურთიერთობა ძველ კოლეგებთან? გავწყვიტე ყველანაირი ურთიერთობა, იმიტომ რომ ძალიან გაბრაზებული ვარ, რასაც ვუყურებ. მაგრამ მე ხარ მინდა ვინმეს მორალი წავუკითხო. ყველა მის უნდა გააკეთოს, რასაც ფიქრობს. მე როცა ჩავთვალე, რომ იქ ჩემი ყოფნა არ შეიძლებოდა, მე გადავდგინა ბიჭი და წამოვედი. ნანუკა, შენ გააქვს ყოფილ კოლეგებთან ურთიერთობა? ვიღაცებთან მაქვს. ხვდებით გადაღებებზე მუდმივად ერთმანეთს. მაგრამ ისინი შენ მეგობრები არიან? აი სამწუხაროდ ბევრს ვფიქრობ ხოლმე ამ თემაზე. გაბრაზებულზე მეტად აი გული მткиო და გურამ როგავას ამბავი საერთოდ რომ არ გააშუქეს. არც ერთი კადრი გურამ როგავასი, რომელიც ერთად მუშაობდით მე და გურამი იმედზე, არც ერთი კადრი ამ არხზე რომ არ მოხდა. ისე მწყდებოდა გული, ისე მწყდებოდა იმ ადამიანებზე, ვინც იქ მწყობენ დღემდე აი მე ვცდილობ ხოლმე რომ ეს რაღაც ბრაზი შევინახო, რაღაც არ ღიად არ გამოვხატო, მაგრამ არ გამომდის, იმიტომ რომ მუდმივად აი ვიღაცა რო ცდილობს რომ ან თავი იმართლოს, ან რაღაცა თქვას რომ აი ესი არ არის, ხო, სულ მახსენდება რომ ისეთი რაღაცეები რაღაც მართლა 2x2 4 არის, ისეთ რაღაცებს ცდილობენ ზოგჯერ რომ საზოგადოებას დაანახონ, რომ ეს რაღაც არასწორია, ან პროპაგანდისტული გზავნილები მიიტანონ. შეგიძლია იგივე ურთიერთობა გქონდეს ადამიანთან, რომელმაც გურამ როგავას ცემის ფაქტი უბრალოდ არ შეიმჩნია. მისი კოლეგის, აი გააქვს უნარი, რესურსი, აი მე მართლა გულწრფელად არ მაქვს.
ამიტომ გეუბნები, ამიტომ გითხარი სწორედ ის ურთიერთობა რაც მქონდა ამ ადამიანთან, არ მოგხსნა ძალიან მწუხარ ამის გამო. გურამ როგავას რო დაესხნენ თავს, პირველი კადრი რაც მახსოვს, იყო ნანუკა ქაჯაია, რომელიც ეუბნებოდა პატარა, ჩემო პატარა, ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება. ყველაზე კოშმარული კადრი იყო ჩემთვის. მეტირება ამაზე. ჩემთვის გურამი გარდა იმისა, რომ ჩემი კოლეგაა, ჩემი მეგობარია და მიყვარს აი ამ პროფესიიდან განსაკუთრებულად მიყვარს და მე და გურამი ერთმანეთს ესე ხვდებით ხოლმე, ჩემო პატარა და ჩემო ფერიას მეძახის და აი ესევე ფერებით ერთმანეთს. და აუ სხვადასხვა ძალიან ბევრმა ვერ გაიგო. ამ ხელა კაცს ნანუკა ქაჯაია მიმართავს ჩემო პატარა. და მე არ ვიფიცები არასდროს, აი მამიკოს წყულზე ხო არასდროს არ დავიფიცია მამა ჩემი არ არსებობს და გურამ მეკითხებდა, მიყურებდა და ალბათ შეშლილი სახე მქონდა არც ვიცი, აი მე გჯერა რომ მის კადრები არ მინახავს. ანუ არ შემიძლია იმის ნახვა, იმიტომ რომ ჯერ ვერ ვხვდებოდი ეთერში ვიყავით თუ რა, საერთოდ არ ვიცოდი რომ პირდაპირ ეთერში ვიყავით, იმიტომ რომ გურამი დავინახე სისხლიანი და სისხლი ჩამოდიოდა და წმენდი ამ სისხლს და როგორ ვარო მეკითხებოდა და ჩემო პატარა კარგად ხარ თქო და როგორ ვარო ანუ აინტერესებდა ანუ ვერ ხვდებოდა რა გჭირდა იმიტომ რომ იმ დროს ვერ გძნობდა სავარაუდოდ ვერც ტკივილს და ვიფიცებოდი რომ მამიკოს სულს ფიცავარ კარგად ხარ თქო რომ გადარჩა მართლა კარგად იყო მგონია რომ თავიდან დაიბადა გურამი მე ვფიქრობდი დედამის ძალიან ნერვიულობდი და სხვათა შორის დედამისი თუნდაც უყურებდა პირდაპირ ეთერში ამ ყველაფერს ხედავ და სახლში მარტო იდგა და უყურებდა მის შვილს რომელიც მართლა მეორედ დაიბადა მართლა ამის მოკლეს ხო და ეხლა წარმოიდგინე აი ეს ყველაფერი გადავიტანეთ შენი მეგობრები, ყოფილი თანამშრომლები, საერთოდ დარწმუნებული ვარ, მათაც ძალიან ეწყინათ, ეთკინათ, გაბრაზდნენ და აი, არ ვიცი, მე მახსოვს, გულწრფელად მახსოვს იმედში, რაღაც ისეთი რო ხდებოდა, თათბირები ტარდებოდა და ჩვენსაც გამოვხატავდით და მახსოვს ის ადამიანები, რომლებიც დღესაც იმედში არიან, აპროტესტებდნენ რაღაცებს. ზოგადად, ვინც არის დღეს პროპაგანდის არ ვიცი, მსახური. ისინი ხვდებიან, რას აკეთებენ, როგორ ფიქრობენ? არ მჯერა რომ არ ხვდებიან. ჯერათ ამის, არ მჯერა ვიკა რომ ვინმეს არ სჯერა. არა. წარმოუდგენელია. ყველა ძალიან კარგად იცის, რასაც აკეთებენ. ყველა ძალიან კარგად იცის, რასაც აკეთებენ. სხვათა შორის ერთია კიდე რას აკეთებენ და მეორეა, როცა ეთერებში სხედან და საუბრობენ იმ სისხლიან 9 წელზე ის ჟურნალისტები, ვინც მაშინაც პროპაგანდას ემსახურებოდა, იმ ხელისუფლებას ემსახურებოდა, სულ აგერ ახლა 2 დღის წინ მოვისმინეთ მსგავსი. ხო, რა ვიცი, აი როდემდე უნდა ვილაპარაკოთ სისხლიან 9 წელზე, როცა რა ვიცი, 2024 წლიდან ყოველდღე უბედურება ხდება ჩვენს ქვეყანაში და სისხლიანეს დახოცეს ის ადამიანები და აი რა განსხვავება, მე მართლა ვერ ხვდები. ანუ 7 ნოემბერი, გავიგეთ, საშინელება იყო, მაგრამ 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში რა ხდებოდა ამ ქალაქში უარესი არ იყო. იქ თუ ერთი დღე იყო 7 ნოემბერი და 26 მაისი, რაზეც დავიზეპირეთ ყველამ ვიცით, გვახსოვს რაც იყო, მაგრამ ყოველ დღე ვუყურებდით. მე დასახიჩრეს ეს ადამიანი. მე 2007 წლის 7 ნოემბერს ვიყავი იმედში, როცა შემოვარდა სპეცნაზი და ის ადამიანები, ვინც მაშინ ამბობდა, რომ ეს ნორმალურია, დღეს სხედან და 7 ნოემბერზე საუბრობენ და მემახსენებენ, რომ 7 ნოემბერი მოხდა. წარმოუდგენელია მართლაც ამ ყველაფრის რაღაცნაირად მოსმენა, გააზრება. სულ ვიცი რა მაინტერესებს, აი ყველა კოც მინდა რომ ეს ვკითხო. აი სულ ამ 9 სისხლიან 9 წელზე რო ლაპარაკობენ, გახსენდება სისხლიანი 9 წლის განმავლობაში, რომ ადამიანი ტროტუარზე დგომის გამო დაეჭირათ? მე არ მახსენდება, არ ვიცი, ესეთი რამე მე მგონი არ ყოფილა. აი, ვინ იყო შენთვის ის ადამიანი, ვისგან რეალურად ისწავლე ჟურნალისტიკა? ნადარ მელაც. როგორ ველოდი ამ პასუხს? სხვათა შორის, მე რომ მზეში ვმუშაობდი, იმ პერიოდში მზეში მუშაობდა ვახო სანაიაც და მახსოვს რომ ვახო მასწავლიდა, როგორ უნდა დამეწერა საკადრო. მართლა? სხვათა შორის, ახლა ჟურნალისტები წამყვანებს არ აწერინებენ ტექსტებს. იმ პერიოდში, ანუ როგორ არ გაწერინებთ, რატო იტყუები? ანუ დაწერილი ტექსტი
ახლა ეგრე არ ხდება, ანუ არ მირეკავ ტექსტს არ გაწერინა? კი, მაგრამ ჟურნალისტი მაშინ, როდესაც მე მზეში ვმუშაობდი, ეგრე იყო. ჟურნალისტი გადაღებიდან დაწერილ ტექსტს უგზავნიდა. ხო, დაწერილ ტექსტს არ მოგზავნით, მაგრამ მე თვითონ თუ თქვა გაუჩნდებოდა დამატებით აგირეკავდა. 21 საუკუნეა ტელეფონით შეიცვალა მაგას ლაპარაკო. ხო და მაგას ხვები, ანუ რატომ ეჩხუბები? ანუ ისე თქვი, რომ გეკონება ჩვენ უსაქმურები ვართ ქუჩაში არა, მაგას არ ვამბობ. შენ ძალიან უსაქმური ხარ ნანუკა. ძალიან. ხო და მახსოვს, ბახოსანაიეც მასწავლი და როგორ უნდა დამეწერა საკადრო. და ნუ ნოდარმელაძემ მასწავლა ყველაფერი. რა გასწავლა ნოდარმა? მე გადაღებაზე როგორ უნდა გამეკეთებინა, როგორ უნდა დამესვეკითხვა. თუმცა იცი რა არის, თუ შენ არ ხარ ცნობის მოყვარე, ამ პროფესიაში ვერასდროს ვერაფერს ვერ გააკეთებს და მე გააკეთებ და მე ვფიქრობ, რომ ვარ ცნობის მოყვარე და ამიტომ რაღაცები გამომივიდა მგონი. ნოდართან მუშაობა როგორია? კარგი. ცოტა უფრო მეტი მოგვიყევით ქალბატონო ნატა. იმიტომ რომ თქვენ ძალიან ერობს მიშლის. ძალიან ერობს. არ მჯერა. ნოდარი გიშლის მე. კი, უნდა მოყვე, ჩემ ისეც ყველაზე მეტად აინტერესებთ ადამიანს. კი, ეგ ძალიან საინტერესოა. ნატა ხო ბოლო ჩხუბის ამბავი მოგვიყევით დაციებული რომ ვიყავით ნადართან ჩხუბის ამბავი. ნოდარის ნოდარს რო შეეძლოს, ალბათ ყველას თელი დღე და ღამე სამსახურში დაგვტოვებდა. კი ბატონო. ეთახმები? რა თქმა ხო, უნდა. და ბოლოს რაზე ვიჩხუბეთ? მე სულ ეჩხუბება ხოლმე დილიდან რატო არ ვარ ტელევიზიაში, როცა ჩემი სამსახურში ვიყოთ. აი, აი, სულ უნდა რომ სამსახურში ვიყოთ. მოყევით ხო ბოლო ჩხუბის. ბოლოს იცი რაზე ვიჩხუბეთ? კვდებოდი, ვიკა, იცი რა ცუდად ვიყავი, ლოგინიდან ვერ ვდგებოდი, ისეთი კაციებული ვიყავი, ხმა ჩახლეჩილი. და იცი რას მეუბნებოდა? სამსახურში და მივსულიყავი და გადაღებაზე წავსულიყავი. ოღონდ აი ახ ალბათ ნატას ვოის საინტერესო იქნება რომ მოგესმინა. მომასმენინა. არ ვიცი ხა. უბრალოდ ჩაჩი ჩაგდო, დების ჩაჩი ჩაგდო და ხახნო აი ესე აი ესეთ აი ესე ეხლა ესე გამოვიყურებიო, ესეთია ჩემი ხმაო, ვერ ვლაპარაკობ, ვერ ვსუნთქვა და მართლა და ნოდარი მთხოვს რომ ეხლა მე ვიმუშაო, იმიტომ რომ ამბობს რომ კარგად ვარ. არ აქვს მნიშვნელობა, კარგად ხარ, ცუდად ხარ. შეიძლება გქონდეს სიცხეც, მაგრამ შენ უნდა წახვიდე სამსახურში. ბოლოს ამაზე ვიჩვენე. მაგრამ ძალიან კომფორტულია ნოდართან მუშაობა. რა გაგებით? იმიტომ რომ საოცრად გრძნობს ახალ ამბავს. ყველაზე სწრაფად იღებს გადაწყვეტილებას. ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან სწრაფად იღებს გადაწყვეტილებას, ზუსტად იცის, სად როგორანაირად ჭირდება, რამდენი ადამიანი ჭირდება, ზუსტად იცის ადამიანების განაწილება, ყველა მნიშვნელოვან წერტილში ყავს კორესპონდენტი. მოკლედ, ნოდართან მუშაობა არის ძალიან დიდი კომფორტი. იმედი გაქვს მუდმივად, რომ სამსახურში არის ადამიანი, რომელიც შენთან ერთად, ხო, შენი ზურგია ყოველთვის დაგიცავს, არ არსებობს, რომ ნოდარმა არ დაგიცვას. და ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი ჟურნალისტისთვის რა არის, აი, როდესაც მიდიხარ გადაღებაზე, რაღაც რეპორტაჟი გაქვს, შენ იცი რა უნდათ შენგან. რა ჭირდებათ? ანუ ეს ბევრს არ შეუძლია. პროდიუსერების დიდ ნაწილს არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ მკაფიო ყველას არ შეუძლია. ანუ კონკრეტულად ვუნება, რომ ეს. ხო, აი ეს მინდა. დღეს დილით გავაღე კარი. სადარბაზოსი და დამხვდა ნატა ქაჯაია ოპერატორთან ერთად, რომელიც ელოდებოდა ერთ-ერთ რესპონდენტს. აი ეს ინტერვიუ თუ კარგი არ გამოვა, შენი მეზობლის დამსახურება იქნება. რატომ? იმიტომ რომ დილით გამაღვიძა ძალიან ადრე. ველოდე. გამოვიდა სახლიდან, მაგრამ ერთ კითხვაზეც არ მიპასუხა. მაგ დროს რა ხდება ხოლმე ნატა, როცა აკეთებ დიდ საგამოძიებო რეპორტაჟს და მე ხო ამოვდივარ ხოლმე თქვენთან ოთახში, გიждები ხოლმე თქვენ მუშაობის პროცესს, რომ ვუყურებ. და პარასკევს განსაკუთრებით. პარასკევს ხსულ იქ ვარ, მაყურებელს, აჰა, გამოვუტყდები, გადაცემას რომ ვამთავრებ, პარასკევობით ღამე ავდივარ ხოლმე ოთახში. ანუ ნოდარმელაძის გოგოებს ხელს შენოშლი, შენ მოგიძღვის ის განცხადება, კარზე რო აქვს გაკრული. ეს მე განცხადება მე შევედგინე. და ვზივარ იქ და ვაკვირდები, რას აკეთებენ, როგორ მუშაობენ და სხვათა შორის უდიდესი შრომა დავსამაში და ხშირად უსამართლობა. იმიტომ რომ არის ხოლმე რომ ძართულია გახვიდე რესპონდენტზე, კონტაქტზე, მოიპოვო კომენტარი, იმიტომ რომ არავის არ უნდა ამათი დანახვა. ყველა გარბის ამათ რო ხედავენ და
მაგ დროს რა ხდება ნატა? ხო, აი ნახე, საგამოძიებო აი დღეს ახლა, ჟურნალისტიკა. დღეს წესით შენს მეზობელს, აი რა კითხვა გქონდა, მე მაინტერესებდა. ეს გადაცემა გავა მერე და ასე ხო, შემიძლია ვთქვა, აი ვინ უნდა სკროლოს და სკრინოს ადამიანების Facebook სტატუსები, კომენტარები, ვინ უხელმძღვანელობს ამ ახალ დეპარტამენტს? ანუ ვიკა შენ სამიზნე იქნები ალბათ აუცილებლად ამ დეპარტამენტში. მინისტრის მოადგილეა წესით, აი მისთვის ძალიან მარტივი იყო ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. აი პარლამენტშიც რომ მივდივარ შენი სასამართლო პროცესი. შენ სხვათა შორის Facebook სტატუსის გამო არ Before it was cool, მე უკვე დაჯარიმებული ვარ 4000 ლარით Facebook სტატუსის გამო. შემდეგი ალბათ ციხე იქნება. ყველაფერი წინ გაქვს. მეორე წინ გაქვს. ყველაფერი წინ. მაგრამ მე მგონი გადაკარჩენენ შენი პატარები. სხვათა შორის ნანუკა აშუქებდა ჩემს სასამართლო პროცესს და აი რა იყო ხო ჩემი სასამართლო პროცესი ხა მერიდება ამაზე ხა ბევრს ვერ ვისაუბრებ ადამიანები ციხეში სხედან მართლა სალფეტკის როლის გამო და მზია ამაღლობელი ყავს ასე რომ ხა ჩემზე ვერ ვილაპარაკებ მაგრამ უბრალოდ ერთი რაღაც მინდა ვთქვა რომ სასამართლო პროცესი არის როდესაც შენ ხარ თავდასხმის საგანი ძალიან მძიმე არის როცა უყურებ როგორი შეთანხმებულები არიან ყველანი რა იცი როგორი სტრესულია თან წარმოიდგინე ხა მე 4000 ლარით დამაჯარიმეს და მადლობა ემიგრანტებს რომელთაც შემიგროვეს ძალიან სწრაფად ეს თანხა და რისი თქმა მინდა რომ აი ძალიან სტრესული არის ყველა შენს წინააღმდეგ არის გონია რომ რაღაც თამაში მონაწილეობ სადაც ყველა შენს წინააღმდეგ არის და უცებ რომ დაინახავ TV პირველის მიკროფონს და ნანუკას და ის შენია შენსკენ არის და შენ გიცავს და ესეც აღარ აქვს და შენ 51 დარბაზში გაგასამართლეს ხო 51 დარბაზში და ეხლა ესეც ამის garaში არიან იქ მსხდომი ადამიანები იმიტომ რომ ტროტუარზე დაკავებულები იმიტომ რომ ეხლა გაშუქებაც არ ხდება ამ სასამართლო პროცესების და ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ გავაშუქოთ. მართალია კამერით ვერ შევდივართ, თუმცა მაინც ვფიქრობ რომ არ ვტოვებთ პატიმრებს ასე უყურადღებოდ შეიძლება ასე ითქვას, ვცდილობთ რომ მათი სათქმელი საზოგადოებასთან მივიტანოთ. მე მახსოვს აი ის პერიოდი იყო სწორედ შენი სასამართლო პროცესი რომ იყო მართლა სასამართლო დარბაზებში დავდიოდით, უკვე კამერით არ გვიშვებდნენ და ვეძებდით ადამიანებს ვიყავდათ დაკავებული ტროტუარზე დგომის გამო. ანუ 16 დეკემბერს ხომ ამოქმედდა ეს გამკაცრებული კანონი ტროტუარზე დგომის გამო და უცებ ერთი ქალბატონი დავინახე, განსასჯელის კამზე იჯდა მარტო. და შევაღე კარი და ვეკითხები რომ თქვენ ტროტუარზე დგომის კიო და მომიყვა უცებ ისტორია იყო პენსიონერი ერთ-ერთი პირველი პენსიონერი იყო არც ადვოკატი ყავდა ოჯახის წევრებმა არც სახლის ჩუსტებით იყო გარეთ ბაღში მუშაობდა და ვერ გაიგო რომ დაჭერილი იყო არავინ არ იცოდა რომ სასამართლო პროცესი ისე ჩაუტარეს და რომ გამოვიდა მე იქაც მოუყვა პატიმრებს ხავს მის იზოლატორში დავხვდეთ რომ ნანუკაო დამხვდა შემოვიდაო დარბაზში გავაგებინეო ყველაფერიო მოვუყევია და ჩემები გაიგებდნენ რომ დამიჭერეს არც კი იცოდნენ ოჯახის წევრებმა ანუ ეს მართლა დარბაზ ვეძებდით ადამიანებს ეხლა უფრო რაღაცნაირად ყველა იგებს თითქოს ტროტუარზე დგომის გამო ვისი ბარებე ვისი პროცესია და თავიდან არ იყო ეს ცნობილი და დღეები იყო რომ 14-15 ადამიანი აყავდათ სახლში აკითხავდნენ სამსახურებში ახლა უნივერსიტეტებში საგამოძიებო ჟურნალისტიკა დღეს საქართველოში არის რისკის შემცველიც არის ყველაფერთან ერთად და რთული გასაკეთებელიც არის ხო ძალიან დიდი შრომა და სამ ყველაფრის მიღმა მე ხო კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს მართლა ძალიან რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება რომ წინასწარ შევეთანხმოთ ინტერვიუები წინასწარ ჩამოვწეროთ კითხვები მივყვეთ ჩვენს დღის წესრიგს ჩვენ ვფიქრობთ იმაზე რომ მაგალითად რომელიმე ჩინოვნიკი სახლიდან რომ გამოდის მანქანამდე სანამ მივა მანამდე რამდენიმე კითხვა მოვასწროთ და პასუხი მივიღოთ ხშირად პასუხსაც არ გვცემენ რა ვიცი პარლამენტი რა ვიცი პორტულ მოედანს მგონი უფრო დაემსგავსა იმიტომ რომ აი მე პირადად ხანდახან აი
გულწრფელად გეუბნები, ხანდახან ვფიქრობ, რომ რაღაც აი ფიზიკური რაღაცა უნარჩვევებიც უნდა გქონდეს ალბათ გამომუშავებული, იმიტომ რომ ისინი დარბიან, შენ მისდევ, რომ ერთი კომენტარი მოიპოვო. აი სხვათა შორის ნატაშა პირველი ჟურნალისტი არიყავი, ვიზეთ სანქცია მოქმედეს და 6 თვით პარლამენტში შესვლა. კი, სხვათა შორის ბატონმა პაპუაშვილმა დამასანქცია იცი რის გამო ვკითხე, არის თუ არა პუტინი ომის დამნაშავე. ოღონდ ეს ის პერიოდია, როცა უკრაინაში რუსეთმა დაიწყო ომი. და აი ამ კითხვის დასმის გამო საქართველოს პარლამენტის შენობიდან გააძევეს ჟურნალისტი. ანუ რაზე ვლაპარაკობთ, ხო საერთოდ ხო და მე ხო იცით რომ საერთოდ არ დაბლოკილი ხარ არ გიშვება. ანუ არც პასუხი. შენ ერთადერთი ჟურნალისტი ხარ, ვისაც არ უშვებენ. სიმართლე რომ გითხრა, პარლამენტი იყო ჩემი საყვარელი სამუშაო ადგილი. წლების განმავლობაში, როდესაც მე მაგალითად პირველ არხზე მუშაობდი, ყველაზე ძალიან მიყვარდა პარლამენტში მუშაობა. გიჟდებოდი. ახლა ყველაზე ძალიან არ მიყვარს ამ შენობაში მისვლა. აი ასეთი უშინაარსო არ ვიცი. სრული გარემოა შექმნილი. აი ჩემი აზრით ნატას აქვს უნიკალური უნარი იპოვოს ადამიანი, საინტერესო ადამიანები. აი მაგალითად მართლა გულწრფელად, იმიტომ რომ ჩემი და ის ამიტომ არ ვამბობ მაგიტომ. ან მართლა მგონია რომ უნიკალური უნარი აქვს. აი მაგალითად ბოლო რეპორტაჟი ქონდა ფასებთან დაკავშირებით და ყავდა ძალიან საინტერესო რესპონდენტები, ოღონდ მართლა რომ ხედავს ადამიანს, ამბობს რომ ის ძალიან საინტერესო რესპონდენტი იქნება. აი აქციაზეც რამდენჯერმე ჩემთან ერთად თუ ყოფილა ოღონდ როგორც მოქალაქე ხო და არა როგორც კოლეგა. უთქვამს რომ აი ის ძალიან საინტერესო მოლაპარაკე თუ მე ნატას დავუჯერებ და მივალ იმ ადამიანთან. არასდროს არ უნდა ნოფხოლმე. მართლა საოცრად ხვდება ადამიანს. აი მაგალითად სუპი მაქვს სუპს სავჭამ ნატას რესპონდენტი იყო. საერთოდ ყველა მიცის ხო ეს ფრაზა და ამ ქალბატონის შესახებ. და გარდა ძალიან ბევრი ეხლაც ბოლო რეპორტაჟში მე რამდენიმე მნიშვნელოვანი სინქრონი მახსოვს ამ რეპორტაჟი და მაგალითად. ხო, თუმცა ცოტა უცნაური იყო. ხო, პრინციპში იმ ქალმა იმ დღეს რაც თქვა დიუშენის დაავადებული ბავშვების შესახებ, მეორე დღეს იგივე გაიმეორა კობახიძემ, აი რა განსხვავება იყო, მე სიმართლე გითხრა ვერ გავიგე, ვერ განვასხვავე. ნანუკა შენ საგრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად. გარეთ, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, მე ქუჩის რეპორტიორი ვარ. მაგრამ ხელწერტილში, სადაც არის იქ სადაც ხდება ამები, სხვათა შორის მარტო მე არ ვგრძნობ, მე მგონი თავს იქ კომფორტულად ადამიანებიც რომლებიც უყურებენ ტელევიზორს, აი რაღაც ისეთი თუ ხდება და მე არ ვარ იქ, ხო არის შემთხვევა ყველა ამბავზე ხო ფიზიკურად მე ვერ ვიქნები, წერენ შენ რატომ არ ხარ, შენი ხმა აქ რატომ არ გვესმის და იმდენი მესიჯი მოდი, ეს ყველაზე მეტად მომწონს. ყველაზე ხშირად მესმის რა, აი მაგალითად დარბევების დროს, განსაკუთრებით 2024 წლის ნოემბრის პერიოდში, ყველგან ნანუკა იყო მართლა და აი ესმოდა ან არში, ან არ წყურია, ან სახში არ უნდა, ან საიდან აქვს ეს ენერგია და მახსოვს სხვათა შორის ჩემთვის ძალიან ძვირფასმა ადამიანმა, აც გარდაცვლილმა, ცოტნე ჯავახიშვილმა, ჩვენმა სახელოვანმა მეცნიერმა, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა, ერთხელ მომწერა ასეთი რამე, რომ ნანუკას გენიო უნდაო დავაპატენტოთო და ნანუკას ენერგია უნდა გამოვიყენოთო, იმიტომ რომ ეს არისო ფენომენალური ადამიანიო. აი ვაკვირდებიო ამ ადამიანსო და უბრალოდ წარმოუდგენელი არისო მისი ენერგიაო. ეს გჭირდება ჩვენო და ძალიან გულწრფელია რომ ვერ მოვაწარი მახსოვს. საიდან გაქვს ეს ენერგია გითხარი? აი სიმართლე რომ გითხრა, მე მგონია რომ ყველაზე დიდ ენერგიას ვიღებ ადამიანებისგან. ვიკა ვერ წარმოიდგენ ადამიანებისგან ისეთი ენერგია, ისეთი სითბო, სიყვარული მოდის და ისეთ ყურადღებას ვგრძნობ ადამიანებისგან. აი დარბევების დროს, დარბევების მიღმაც, აი ყოველდღიურად მართლა არც ერთი დღე არ გადის ისე, რომ მე სასამართლოსთან, ეხლა ყველაზე ხშირად მიწევს სასამართლოსთან მუშაობა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პოლიტიკური პატიმარი და სინდისის პატიმარი უყავს და მართლა დღე არ გადის, რომ ადამიანები არ მოვიდნენ, არ მომეფრონ, აი ძალიან თბილი სიტყვები მითხრან დარბევების დროს. ერთ დღეს ვისვენებდი, არ ვიცი, ერთ ამბავს მოყვები და მე რა ვისვენებდი და ჩემი კოლეგამ წერდა, რომ შაბათი კვირა
იყო და შაბათ-კვირას რომელიღაც დღეს მომიწია დასვენება. მოკლედ ამ დარბევების დროს და ერთი კაცი გეძებდაო, ასაკიანი კაციო, მისმა მეუღლემო ჭადი და ყველი გამოეტანა შენთანო და უნდა რომ მოგიტანოსო. ვიღაცებმა სოფლიდან არაყი ჩამომიტანეს. აი უსაყვარლესი ადამიანები მხვდებოდნენ მართლა. ისეთ სითბოს და სიყვარულს ვიღებ ამ ადამიანებისგან, რომ აი მართლა არ ვიცი. ვიღებდი მესიჯებს და წერილებს, მე ბევრი წერილი მოგვიანებით წავიკითხე ბუნებრივია ყველას ფიზიკურად ვფიქრობდი რომ აი შენ ჩემი შვილი გადაარჩინე და მადლობა და შენ რომ მიხარ გამოჩენილი ხარ. ხო მოყევი. რომელი? იესო. იესოს ამბობი ძალიან მაგარია. ამას დავას რომ ქალბატონი წერდა რომ მართლა შენ რომ არ მისულიყავიო მგონია რომ ჩემ შულსო უფრო მეტად გაიმეტებდნენ და ცემდნენო და რაღაც აღმოჩნდა ისე რომ დარბევის დროს როცა გარდა იმისა, რომ ჩვენ თავარი მიზანი გვქონდა ბუნებრივია, რომ მაყურებლისთვის მოგვეყოლა რა ხდებოდა და არც ერთ წერტილში არ მიდოდა, რომ რამე გამომრჩენოდა, ბუნებრივია, ყველა ჟურნალისტი ასე აკეთებს ალბათ. მინდოდა რომ გადამერჩინა ეს ადამიანები, რომ ვხედავდი, რომ ერთ ადამიანს აი ამდენი გაველურებული სპეცრაზმელი ერთდროულად ურტყავდა და სულ მგონი ყველა კაცში ისმის ხმა. ნუ ურტყავთ, რატომ ურტყავთ და ანუ მართლა წარმოუდგენელია ამ დროს მხოლოდ პროფესიული მოვალეობაშია სრულო დადგეს შორიდან და მოუყვე ადამიანს რომ ცემენ შენს ტოლას, შენზე უფროს, შენზე პატარას იმეტებენ მართლა სასიკუთრებოდ და აი მართლა განწირულად ურტყავენ ადამიანს. აი ნატამე ხა ისტორია რომ გაიხსენა. მოკლედ ერთ-ერთი დარბევის დროს ჩემთვის მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომ ადამიანებს აქვს ჩემი იმედი. მგონია რომ ეს ყველაზე მაგარი რაღაცა, აი მეტი რა უნდა გააკეთო თუ ადამიანს შენ იმედი აქვს მოიჭა. ერთ-ერთი დარბევის დროს მე და ჩემი ოპერატორი ვართ, ოპერატორს ზურგზე უკეთია ლაივუ, რითაც პირდაპირ ეთერის მეშვეობით მუშაობ, უჭირავს წინ კამერა და ორი ბიჭი მოდის, ჯერ ერთი მოვიდა, დამეხმარეო, გამიყვანეო უკვე რაღაც ეტაპზე ალყაში მოაქციეს აქციის მონაწილეები და ვერსად ვერავინ ვერ გარბოდა, უკვე ყველა სადაც იჭერდნენ, ცემდნენ, მიყავდათ და მოვიდა ეს ბიჭი და თქვა რომ გამიყვანეო. უცებ ვერ მივხვდი რა უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ნუ მინდოდა რომ გამეყვანა და დავუწყე ჩხუბი რომ გიორგი მოკიდე კამერას ხელი, მოკიდე ლაივუს მოკიდე ლაივუს ხელი, ნუ გარბი ხარ, მე აქციის მონაწილე გონი ხარ თამათ და ამათ ეს მოდათ და ანუ ეს ბიჭი თქვი რომ იყო ჩემი თანამშრომელი, ოღონდ დავუწყე ჩხუბი. როგორ ვეჩხუბებოდი, იცი ვიყა ამ ბიჭს? მოკიდე ლაივუს ხელი და ნახე ხო მარტო ჩემს იმას გიორგის მიაქვს ლაივ, დათოს მიაქვს ჩვენს ოპერატორს მაინც ხო და გაიკეთე ზურგზე და ანუ მოკიდე ხელი ლაივუს და აი ხო ხედავ დაისვარე, რანაირად გაქვს შარვალი დასრული და მეჩხუბებოდი რომ ანუ არ ეგონოთ რომ შენს აქციის მონაწილე ხარ, ჩემი თანამშრომელი რო ხარ, ხო უნდა მიხვდნენ და ეს ბიჭი ხო გამყავდა და ამ დროს მეორეც მოვიდა და გთხოვე და ორი ბიჭი გავიყვანეთ მართლა. მე და ჩემო ოპერატორმა და გავედით აი ცოტა სამშვიდობოს ჩავახციეთ, მივედით რესპუბლიკის მოედანთან და გთხოვე ველოსიპედის ციკლთან ჩამიყვანეო რა. იქ მუშაობდა ახლოს. ძალიან გთხოვ, ძალიან ბევრი პოლიციელი იყო, უკვე დარბეული იყო აქცია და უნდადა რომ სამშვიდობოს გასულიყო და ეს ბიჭი და ბიჭები. ხო, ორი ბიჭი, ორნი იყვნენ. და რომ მივდიოდით ხო მივაცილავთ მე და ჩემი ოპერატორი რომ ბოლომდე მიგვიყვანა სამშვიდობოს ეს ადამიანი და მეუბნება რომ სახელებიც მითხარით თქო რა და ერთმა მითხრა რომ მე იესო ვქვიაო. ეს ბიჭი მეუბნებოდა რომ ქვემოთო ბარიაო და იქ მუშაობო მეო და როცა გინდა გამოია რაღაცნაირად ვერ მოხდა ვერც ერთხელ ვერ მივედი, მაგრამ ამით ამტარდება ეს ამბავი. ნატაჟის ეთერში ჩვენი ოპერატორი მოდის სამსახურში და ამბობს რომ ჩემი მეუღლის მეზობელი ფოთში არის სასულიერო პირი, რომელსაც ნანუკა უყვარს განსაკუთრებულად. ვეუბნები რა მოხდა, რატო უყვარს ნანუკა? იმიტომ რომ ნანუკა მისი შვილი იესო გადაარჩინა დაჭერას და აი გავუგიჟდით, აი თვეების შემდეგ გავიგეთ რომ ის ადამიანი, რომელიც იმ დღეს ვერ დაიჭირეს. იმედია კარგად არის, ახლა ამ ამბობს რომ უყვებით, მას აღარ შეექმნება პრობლემა და იმიტომ არის სასულიერო პირი. ხო, სასულიერო პირი შვილია. ნატა, შენს კარიერაში თუ გახსენდება რეპორტაჟი, ამბავი, ჩართვა სულ ერთია, რომელიც იყო შენთვის, არ ვიცი, ყველაზე დასამახსოვრებელი. თავისი სიმძიმით, თავისი თავგადასავლით შეიძლება. რა შეგიძლია რომ მოგვიყვე? იცი რა არის? მგონია რომ ეგეთი რეპორტაჟი ჯერ არ გამიკეთებია.
ერთი რეპორტაჟია, რომელზეც ვოცნებობ, ოღონდ მე ამ რეპორტაჟს ახლა არ დავასახელებ, რაზე ვოცნებობ, თუმცა ერთი რეპორტაჟი იყო განსაკუთრებულად რთული, რომელიც მოვამზადე იმ პერიოდში, როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი და აი იმ დროს, როდესაც მე ვუყურებდი ბავშვებს, რომლებიც ტოვებდნენ უკრაინის ტერიტორიას და გადადიოდნენ ფეხით პოლონეთში, აი სულ მქონდა განცდა, რომ ჩემს ცხოვრებაზე ვაკეთებდი რეპორტაჟს. იცი როგორ განმიახდა, აი ყველაფერი გამახსენდა, ხმები ყველაზე კოშმარია. იცი რომ აი მე წლების განმავლობაში, ჩვენ რო იქიდან წამოვედით, ხამეთ დაძინება მიჭირდა, იმდენად მეშინოდა სროლების, ხმაურის და უკრაინის ამბები, რომ მოხდა და პირდაპირ ეთერში რო ვუყურებდით ომს, მე მაშინ მივხვდი, რომ ჯერ კიდე ის ტრამვა მოკლედ არ განელებულა თუ არ გადამიხარშავს, არ ვიცი სწორად როგორ არ გადამიხარშავს, ხო? ჩემი ცხოვრების ნაწილი. ანუ რომ ვაკეთებდი მაგ რეპორტაჟს, მაგ დროს მივხვდი, რომ ძალიან ცუდად ვიყავი. ანუ მე მეგონა, რომ ჩემს ბავშვობაზე ვაკეთებდი რეპორტაჟს. ყველაზე მტკივნეული იყო. იცი როგორ გამიჭირდა? აი არ ამ მდის თვალებიდან ის კადრები, ბავშვები ფეხით ჩანთებით და რომ გადადიან და დედებს რომ დაინახე ნატა. ხო, ჩემი თავი დავინახე. ხო, სულ ის მქონდა. გააქვთ ისეთი რეპორტაჟი, რომელსაც არ გააკეთებდით. ფიქრობთ, რომ ეს არ უნდა იყოს ჩემს არქივში ეს რეპორტაჟი. იცი რა, ხო, ალბათ არის, რა თქმა უნდა. ჩემი რეპორტაჟები, რომელიც არასასიამოვნო განცდას მიტოვებს. რა თქმა უნდა. მე ვთქვი, რომ შეცდომებს აღიარებ. არც მე მომწონს, მაგრამ იცი რა არის ყველაზე ძალიან გულწრფელად გეუბნები. იმ მომენტში მე მეგონა, რომ ეს პრობლემა არ იყო. ანუ შენ ამას არაკეთებდი იმას, რისიც არ გჯეროდა. ხო, ანუ გულწრფელად გეუბნები, არც ერთ სიტყვას არ ვიტყუები. იმ მომენტში რაც გამიკეთებია, მე მეგონა, რომ ეს მაშინ არ იყო პრობლემა, მაგრამ ალბათ გავიზარდე, ახლა გავაცნობიერე ბევრი რამ. ხო, ღირებულებებიც იცვლება, ღირებულებებსაც. ხო, მე არ ვამბობ, რომ უშეცდომა ვარ, მეც რა თქმა უნდა, მომსვლია შეცდომები, იყო ჩემს კარიერაშიც ესეთი შეცდომები, მაგრამ მე ალბათ განსხვავდები ზუსტად მაგით იმ ჩემი ყოფილი კოლეგებისგან. ისინი ვერ ხედავენ ამ შეცდომებს, მე არ დავრჩი იქ, სადაც ეს კიდე შეცდომები უნდა განმეორებულიყო, მე შევწყვიტე ამ შეცდომების გამეორება. ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ალბათ მე მართლა ესე ვფიქრობ, რომ რაღაც არის რაღაც მომენტი. ნანუკა შენც გაქეთ განცდა. სხვათა შორის აი ეხლაც ვფიქრობდი, არ მაქვს ის განცდა, რომ აი რაღაც ისეთი რეპორტაჟია ჩემს კარიერაში, რაც ვიღაცისთვის მაგალითად პროპაგანდისტულად შეიძლება კარგად გამოსაყენებელი იყოს. მართლა არ ვერ ვიხსენებ ესეთ რეპორტაჟს. ვერც თვითონ ქართული ოცნების წევრები ვერ იხსენებენ სხვათა შორის და არაერთი მცდელობა აქვს ყოველთვის ჩვენი გაშავების და აი ამან ეს თქვა და სულ აი რაღაც სიტყვა თქვა არასწორად და ვერას დროს ვერ ნახავენ ისეთ რაღაცას, რომ გამიზნულად მე რაღაც მოვიტყუე, ვიღაც შეცდომაში შევიყვანე. ეგ შემიძლია აი მართლა თავი დავდო მაგ ამბავზე, რომ მე გამიზნულად ჩემი მაყურებელი არ მომიტყუებია არასდროს. ანუ შეიძლება კი რაღაც არ ვიცი შეცდომა დავუსვი, ან ვერ გავიგე, ან რაღაც ვერ გავიგე. შეიძლება არასწორად მოვყევი ჩართვაში, ეთერში, მაგრამ ანუ მე გამიზნულად არასდროს არ ვიცი, ტყუილი არ მიტყობს. შემშლია, შეცდომები დამიშვია, მაგრამ ხო რავი, გამიზნულად არასდროს. აი სხვათა შორის. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა. და იცი კიდევ რა არის? აი ტროლბოტების მუშაობის პრინციპს შენ კარგად იცნობ. სულ იცი რას ვფიქრობ? აი ჩემი საყვარელი ბოტები. ხო, აი ნახე, თუ ისინი შენს წინააღმდეგ მუშაობენ, ესე იგი რაღაცას ძალიან სწორად აკეთებ. ერთი დღე გამითენდეს მაგათ გარეშე. აი უბრალოდ წარმოიდგინე, რატომ შეიძლება ხარჯავდეს ვიღაც კონკრეტული ძალა სახელმწიფო ბიუჯეტის ფულს, რესურსს შენს გაშავებაში თუ მისთვის შენ არ ხარ პრობლემა. აი უბრალოდ დავფიქრდე ამაზე. მე მეცაც გეტყვი, მე ზუსტად ვიცი, ოთახი, ადამიანები, ვინაობა, სად, როდის დაიგეგმა ჩემზე რაღაც კარტების გაკეთება. ზუსტად ვიცი, ყველას გვარი და შიგნიდან გამოდის თვითონ ყვებიან. თვითონაც რო ყვებიან, ხო. ხო და აი ნახე,
ღმერთმა დამიფაროს, რომ მათი მოსაწონი ვიყო და მათი მოსაწონი რამე გავაკეთო. აი, რა ვიცი, შალვარამიშვილისგან რა უნდა მეწყინოს მითხარი. აი, შალვარამიშვილისგან და მისი კოლეგებისგან თუმცა არიან რა მნიშვნელობა, ხო, თურმე რო არიციან რა არის. ხო, და აი, რა ვიცი, თუ ეხა კი, ეგ არის ფოტოშორის რაღაცნაირად, მაგრამ ეხა ძალიან საინტერესო თემას უნდა მივუდგეთ, რა მტკივნეულია, როდესაც შენიანი გირტყამს და რა უმტკივნეულოა, როდესაც ვიღაცა ბაბლის მიღმა გათრევს, მოდი ვიტყვი ამ სიტყვას რა გამოვიყენებ. ანუ ბევრად უფრო მტკივნეულია, როდესაც შენი წიაღიდან, შენი ბაბლიდან ხდები სამიზნე კრიტიკის. როგორც არ არის მტკივნეული ჩემთვის ყოველ შემთხვევაში არის ეს რაღაცნაირად სენსიტიური თემა. აი დავმალავ და ვიტყვი პირდაპირ. აი რას გულისხმობ რომ აი მაგალითად შეიძლება, არ მქონია ხა ესეთი გამოცდილება, მაგრამ საერთოდ ადამიანი ასეა მოწყობილი. ეხლა მე შენ რო დავწერო სტატუსი, შენ გეწყინება. კი, წაგშლი მეგობრები და იმან რო დაწერეს შალვარამიშვილმა გაგიხარდება და იტყვი რომ ესე იგი რაღაცა სწორედ ვაკეთებ. ანუ არაფერს არ ვამბობ ორიგინალურს. ახლა მივადექი ამ თემას. მქონიათ თუ არა შემთხვევა? მე მქონია ახლა. მქონიათ თუ არა შემთხვევა, როდესაც თქვენთვის ძვირფას ადამიანებს დაუწერიათ რაღაც თქვენზე, დიდი თავდასხმის სამიზნე თუ არა, რაღაცა ისეთ სამიზნე ყოფილხაც თავდასხმის მე ძალიან ხშირად, ახლა 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციას რომ ვაშუქებდი, იქ მომიწია რომ ორგანიზატორებთან ერთად ყოფილიყავი უწუთამდე ირაკლი ნადირაძესთან და მურთა ზოდელავასთან ერთად და მაშინ ეთერშიც თქვი მე რასაც ვფიქრობ იმას ვამბობ სულ ეთერში კითხვებიც დავსვით მეორე დღეს რატომ იყვნენ მარტო მურთა ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე და აი ეს ნახევარი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების ნაწილი მლანძღავდა რომ აი როგორ გაუბედე მათ შორის პოლიტიკოსები გადაცემებს გვიძღვნიდნენ რომ აი როგორ გაუბედე ეს კითხვა დავსვით და იმ წუთას არ იყვნენ და სხვა დროს იყვნენ და წარმოუდგენელი ამბავი ხდებოდა, მაგრამ ზოგადად ძალიან საინტერესო რა არის, იცი ვიკა, ნაცები ამბობენ რომ მელიისტი ვარ, მელიას ხალხი ამბობს რომ ჩერგოს კლანს წარმოვარდგენს, ნაწილი ჩერგოს კლანის ხალხი ამბობს რომ ლელოს მხარდამჭერი ვარ, ანუ მე მგონი ჟურნალისტვის ამაზე მაგარი კომფორტი არაფერი არ არის, რომ ყველას გონია რომ ვიღაცის ინტერესის გამტარისხი ძალიან სწორად ვაკეთებ ყველაფერს, იმიტომ რომ ყველა პარტიას ნერვებს უშლი. ჩემი აზრით ამაზე კარგი არაფერი არ არის. შენ ქონია და სად როგორ რეაგირებ კრიტიკაზე? გააჩნია ვინ ამბობს, ხა ხოცები თუ მაკრიტიკებენ, ეგ ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს. არც თავიდან არ ნიშნავდა, აი ჩემთვის თავიდან ნიშნავდა, ნერვიულობდი ხოლმე ყველაფერზე. ახლა უბრალოდ აღარ ხვდები რომ აი ბოტებს არ უნდა ამბობენ მართლა გულსრბელად. მათ შორის არ ვიცი შენი კოლეგები, ვინც შენს მხარეს არიან, რა არ მქონია მგონი ეგეთ. მე ნატაზე მართლა არ მახსოვს, ჩემზე მახსოვს. მე წაი ჩემზე ყველაფერზე ბრაზდებია, აი კითხვა როგორ დაუსვა. არა, მეც სამბური შეცდომა მომდის, ანუ მაგრამ აი შენი თრევა არ მინახავს. აუ კი ყოფილი. როდის? როგორ არ ყოფილი? როდის გათრიეს? მარტო მემათრევა ხოლმე. კითხვას როგორ სვავ, აი პატრიარქის ამბებზე როგორ დასვი და მისი ხმა ისმოდა მარტო და პატრიარქის ამბებზე ნახე რა იყო საინტერესო. ანუ რა იყო იცი? ნანუკარო კითხვებს სვამდა უკვე თელმა მედია. ყველა სასულიერო პირმა უკვე ყველაფერი იცოდნენ რომ პატრიარქი გარდაცვლილი იყო. პრობლემა იცი რა არის? პრობლემა ის იყო რომ ამ რეალობის გაცნობიერება ჯერ ადამიანებს არ უნდოდა და არ უნდოდა და ჟურნალისტებს და ბევრი ჟურნალისტი იყო. მე არ მიმიწოდებია მაყურებლისთვის ინფორმაცია ბოლო წუთამდე. ჩვენ არ გამოგვიცხადებია და ვამბობდით. ორგანიზებულად უნდა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, თუმცა ვიკ აქ ჟურნალისტებს მე ძალიან მაღიზიანებს ბოდიში რომ გაწყვეტინებ, აი ამ ტიპის კრიტიკა, რომ აი რას ხავიან ჟურნალისტები და უკაცრავად ეხა ხანდახან ადამიანები გარბიან ისეთ პირობებში გიწევს მუშაობა არ არის მოწყობილი სივრცე ჩვენ ხო რაღაცნაირად არ ვიცი წარმოუდგენელ პირობებში გვიწევს ერთი ნაგლეჯი კომენტარის მოპოვება და უცებ ვიღაცა სავარძელში მოკალათებული როგორც გამარტივია კრიტიკა ისე მინდა ერთხელ გადაღებაზე იყო ერთხელ მოუწიოთ გადაღებაზე წასვლა ისე მინდა აი ერთხელ
ჩვენს მდგომარეობაში აღმოჩნდა. არავინ არ არის ისეთი არაადეკვატური, ხა ადეკვატური რო იყოს მოწყობილი სივრცე, სადაც ყველას თავისი რიგი აქვს, ყველას თავისი საშუალება აქვს, უბრალოდ რო კითხვა დასვას. იქ უცებ ნანუკა რო გამოვარდეს და ყვირილი დაიწყოს, მეც არ მომეწონებოდა, რომ არა, თან პრობლემა რა იყო ის? მაინც არ დავწერ, მაგრამ მოგწერ. რომ დაწერო არ წაგშლი. სულ მესმის ეს საყვედური, რომ აი თქვენი საქმე აკეთეთ და თქვენ აქტივისტები ნუ იქნებით, იყავით ჟურნალისტები. ანუ ეხლა ისეთი თარება ქვეყანაში რომ ძალიან უხერხულია მაგ თემაზე ვილაპარაკოთ, რა ვიცი, მგონია რომ დღეს ყველა აქტივისტი უნდა იყოს, იმიტომ რომ რა ვიცი, ქვეყანა აღარა გვაქვს ცდილობენ რომ აი რუსები მართავენ ხო დღეს ჩვენს ქვეყანას და რა ვიცი როგორ შეიძლება ამაზე კონდეს ძალიან ისეთი ნეიტრალური პოზიცია მე ვერ მექნება ნეიტრალური პოზიცია აი ვერანაირ შემთხვევაში იმიტომ რომ ციხეები უკანონო პატიმრობით ყავს სავსე ადამიანებს ტროტუარზე დგომისთვის იჭერენ ახლა სოციალურ ქსელში აზრის გამოხატვის გამოიჭერენ და რა ვიცი აი როგორ დავჯდეთ და აი ზომიერად და ისე მოვყვეთ ყველაფერი. ვიკა, მე როდის მივხვდი იცი რომ მართლა ძალიან სუდად ვიყავი. სინდისის პატიმრების პრაქტიკულად ყველა სასამართლოს ხდომაზე ვარ ნამყოფი და მათე დევიძის განაჩენი იყო პირველი. ერთ-ერთი პირველი და რომ შევედი ხდომათა დარბაზში სავსე იყო დარბაზი, რა თქმა უნდა, უამრავი ადამიანი ვერ შემოვიდა. ის დარბაზი მახსოვს, აი დღემდე ის დარბაზი ჩემთვის მათესთან ასოცირდება. მიუხედავად რომ 10 წელია სასამართლოში დავდივარ და მილიონ სხვა პროცესზე ვარ იმ დარბაზში. შევედი, შემოვიდა ძალიან ათელი, უსაყვარლესი მათე, გვიღიმოდა ყველას და ყველა დარბაზში ვტირობდით. დასვის მხარი ამბობდა საბოლოო სიტყვას, დასკვნის სიტყვას და დარბაზში ყველა ტიროდა. იმიტომ კი არა რომ ადვოკატის სიტყვა იყო ემოციური, არა. ყველა ვიცოდით რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე რამდენიმე წუთში პატარა ხუჭუჭა მათე დევიძის საქმეზე. და დარბაზიდან რომ გამოვედი ჩართვა უნდა მქონოდა. ჩართვა რომ დავიწყე. რომ წავიდა სინქრონი მათე რომ მე ვტიროდი მართლა ვერ ვჩერდებოდი როგორ შეიძლება აი ამ დროს ჩაულებრივი მოქალაქე იყო როცა ამდენ უსამართლობას უყურებ მე ხვიჯექი მართლა ვერდით მე არაფერი არ მახსოვს გვესმოდა მთელ დარბაზს ამ ბიჭების სინთეზის პატიმრების პროცესებზე რომ ყოფილვარ ანუ მართლა მგონი არც ერთს არ ვიცნობდი ყველა მგონია ძალიან ახლობელი ადამიანი ოჯახის წევრი ისე ველოდები ყველას ისე ველოდები მათ გამოსვლას ვერ წარმოიდგენ აი მგონია რომ აი ეს უსამართლობა მართლა ძალიან მალე უნდა დასრულდეს წარმოუდგენელია მე მართლა ვუცნობ რომ მაყურებელს ვუთხრა რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობა დასრულდა აი ჩემი საოცნებო ამბავი იქნება რომელსაც გავაშუქებ მე ვოცნებობ რომ შენ ეს თქვა და გითმობ ამას მე ან მართლა ვოცნებო არ შეიძლება რომ მე ვთქვა ჩვენ ეს ყველას ჩვენი ოცნება მმართველობა თუ დასრულდა ეს იმას ნიშნავს რომ ყველა უკანონოდ დაპატიმრებული დატოვებს საპყრობილეს და აი ეს ახალგაზრდები რომელთა ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი წლები აი შეიწირა ამ მმართველობამ ნამდვილად სხვა შეს აი ძიმე ამბებზე და ემოციებზე თუ მაინტერესებს თუ ქონიათ ეგრო აი ემოცია გამექცა და ესე არ უნდა მექნა. რა თქმა უნდა, შენ რაღაცები ხა ყოველთვის არის მეც იმდენი შეცდომა მოგვდის პირდაპირ ეთერში რომ მუშაობთ და ძალიან ნანობ ხოლმე მე რა ეს რანაირად ამემართა. და ნატა უნდა იცოდე როგორია? შენ შნებს გაძლე? ყოველთვის. არა მხოლოდ მას საკუთარ თავის მიმართაც ორივე. ანუ ორივე და ძალიან კრიტიკულია. ორივე მეუბნება რომ ზედმეტად მე ემოციური ვარ მართლა ხომ მეტყობა ისეთაც ყველანაირ ურთიერთობაში ემოციური ვარ ჟურნალისტიკაშიც ბუნებრივია და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროსაც ემოციებს ვერ ვთქვავ. ნატას არასდროს არ მოსწონს მე რასაც ვაკეთებ, იმიტომ რომ შენ უკეთესად შეგიძლია და ეს რა არის? ჩართვის დროს მწერს ვიკა რომ ვდგავარ, ვლაპარაკობ, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავზე, რამდენიმე წამის დასრულებულია, ჯერ ბოლომდე რაღაცები არ მახსოვს, ხო ძალიან რთულია, ანუ ვინცაც ლაივში არ უმუშავია, შეიძლება იმისთვის მარტივია ტელევიზორთან იჯდეს და აუ შეეშალა ეხა ეს სიტყვა, ანუ ამას ეს არ ქვია, ეს ქვია და ნახე რა ასე ძახის. ნატა ყველაფერს მწერს პირდაპირ ეთერში. ეს რა არის ეს არასწორია. ხვდები, ვეხმარები. ეს როგორ გუნავს ყოველთვის აი ნატა თუ გეუბნება რომ შენც იგივე პრობლემები. სოფო ბუკია არის უბრალოდ აუტანელი
იმიტომ რომ აი ეს ანუ ყველა და ესეთია. არ თავდება. ხო, ანუ ნახე ისიც სავარაუდოდ ამას არა მოჭრის ამას. ისიც გაძლევს გამოსწორების შანსს, რომ შეასწორო. და ხანდახან გამოსწორო არის, შეცდომა. აი ხა უნდა ვთქვა. ხანდახან არის, აი ხლა იქით ზის და თუ მოკრავს ამოიჭრება. თუ მოკრავს რამეს, რაც არ მოსწონს, აი რაღაცა კითხვა, რომელიც არ არის სწორედ ფორმულირებული, აი იქიდან მესმის, რომ რაღაცებს ესე მეუბნება ხოლმე. გამოდრესეშინელებ. მთელი ცხოვრება მაძლევს შენიშვნებს. ჩვეულებრივი ტრავმა მაქვს ამისი, მთელი ცხოვრება. ვიკა, თუ ნეტა მეუბნება, რომ აი დღეს შენზე მაგარი მასალა არავის არ ქონდაო, შეიძლება არაფერს არ ვუყურო, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, რომ ეს კი უნაკლო იყო ყველაფერი. და ასაც ხდება ხოლმე. მე არასდროს ხოლმე ნეტა. ანუ ნახე მე არასდროს არავის არ უთქვამს ჩემთვის ეგ, ასე რომ ეს კაი. მერიკოს არ მოსწონს ეს რატო გაცვია? მერიკოზე მითხარი. მერიკო არის ჩემთვის ყველაზე საყვარელი. მერიკო რომ მიყვარს, სიმღერი არავინ არ მიყვარს. ნატა და დედიკო. მერიკო ტელევიზიას და მედიას ჩაერხს. ყველა მიყვარს მთელი. დედაზეც ეს. არა, დედიკო ყველაზე სამართლიანია თქო და 4-ვე ძალიან მიყვარს, მაგრამ მერიკო არის ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ მიყვარს, მომწონს, აი მერიკო მგონია რომ იდეალური გოგოა. და მერიკოს შორს არის გვენეტრება და რაღაც. ამერიკო როგორი საყვარელია იცი? ოღონდ არავინ არ იცის. ვინ არის პრემიერ-მინისტრი? არა, პრემიერი ახლა შეიძლება იცოდეს. ხო, მაგრამ ნუ აი მინისტრები არ იცის რა, არ აინტერესებს. და ხო იცი, შუა დარბევების დროს გეუბნებათ ხოლმე ნუ ხართ ეგეთი ანგაჟირებულები. სხვათა შორის ამერიკო ძალიან გაბრაზებულია ამ პროცესებთან დაკავშირებით, ყველას უვარდება, ყველა კოდს. ყველას ლაძღავს. ნინო წილოსანი უყვარს ძალიან სხვათა შორის. სხვათა შორის მეუბნებოდით რომ აეროპორტში შეიძლება ჯარიმი დახვედროდნენ, იმიტომ რომ შენ რომ დაგაჯარიმეს რაღაც სტატუსების გამო, ვფიქრობდი რომ მერიკოსაც ჯარიმა დახვდება აეროპორტში. ძალიან და მერიკო როგორი აქტიურია იცი? აი Facebook-ი ინგრევა, მაგალითად მილიონი ადამიანი წერს რომ ნანუკა შენიც იყო ჩაღა და რა გოგ და ყველას ეკითხება რა ხდება? და რანაირად არის ეს პრემიერ-მინისტრი? არა, პრემიერ-მინისტრი იცის, კაცო, მაგრამ დარბევებამდე დარწმუნებული ყავი რომ არ იცოდა. ანუ მერიკოც ჩაითრია პოლიტიკა. დედაც სხვათა შორის იცი? ხო. შენ TikTok-ზე ხარ ინფლუენსერი? არა, ვიკა. უბრალოდ არათაში ერთხელ პოპულარული ხარ. სულ მივარდება ხოლმე. სხვათა შორის ძალიან კარგი პლატფორმა მგონია. TikTok-ი? ხო, ნუ ისეთი საინტერესო. ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანია. უბრალოდ რაღაცნაირად მე ვფიქრობდი რამდენიმე ვიდეო გადავიღე და ვფიქრობდი რომ მოდი ავტვირთავ რაღაცებს გადავიღებ და მე მივხვდი რომ ძალიან დიდი შრომა ჭირდება. აქაც განსხვავებულები ხართ. ნატას საერთოდ არ შეუძლია. აი TikTok-ი არ არის ჩემი პლატფორმა. ნერვები არ გაქვს ხო? ხო, მირჩევნია შენ გიყურო, შენი გადაღებული ვიდეოები ვნახო. Facebook-იც სტატუსებს არ ძალიან იშვიათად, უფრო Instagram-ს. სხვათა შორის აი როდის წარ ხოლმე იცი სტატუს? აი რომ გაგექცევა რეაქცია. ხოცებზე რო ვარ გადაფსიქებული. აი რაღაცა ხვდები რომ გადაგექცევა. აი რაღაც თემები არის მართლა არ შემილი. თორე ძალიან იშვიათად პოსტავ. და ისე ჟურნალისტობით თავის რჩენა შეიძლება ამ ქვეყანაში? რთულია, მაგრამ ამ შეიძლება. აუ, ჩვენ მაგით ვირჩევთ და ხო, სხვა შემოსავალი არ გვაქვს. შენ არ გაფინანსებს თემურ ჭყონია? არა. ანუ შენც დაიჯერე? კი. ანუ აი გეწყინა. მეწყინა, არა, ძალიან გაობრაზდი. მეც. რატო არ აი ის ხო შეიძლება არ გაბრაზდე და იცი რომ თემურ ჭყონია, ბატონი თემურ. რა. აი რაღაცა უცებ შევდივარ Facebook-ზე და ვხედავ რომ აი ძალიან დიდი ციფრი, აი წაკითხვაც რა შეუძლებელი, აი რაღაც ბევრი ნულები რაღაცები და წერია რომ ვიკა ბუკიამ აიღო არასამთავრობო ორგანიზაციიდან აი ეს შემოსავალი, ანუ პროსტა ეს დაატყლაპუნეს. მგონია რომ დააჭდა ვიღაც კლავიატურას და რაც აიკრიფა ის დატოვეს. რატო არ იჩივლე? ჩვენ კი ვიჩივლეთ რა აზრი ქონდა, მაგრამ ვიჩივლეთ და მაგარი სამართალი ვიპოვეთ. მე არ ვიცი ეს ვინ გააკეთა. ეს იყო რაღაც ბოტების კარდი და თქვენ შემთხვევაში ხო. ხო, ჩვენ ანუ ვიკა ძალიან გასაბრაზებელია, იმიტომ რომ დღესაც პროპაგანდა ისე ყვებავს ადამიანებს და ისე აჯერებს არარსებულ ამბებს, რომ მოქალაქეების ნაწილს ჯერათ. და ვიღაცები წერენ ხოლმე, რომ აი შენ თემური ხო გაფინანსებ და ბატონი თემურ ჭყონია, გავიცანი როდის იცი? ეს ამბავი რომ გამოაქვეყნა პოზიტივი იყო პირველი ხო ვინც ეწერა.
აი ამ ამბის გამოქვეყნები და რამდენიმე თვეში ვნახე პირველად ლაივში ბატონი თემურჭონია საერთოდ და ნუ ხდება ვიღაცა მიფიქრეს რომ ლაივში ნახვა რა საჭირო მაგრამ უბრალოდ კომუნიკაცია არ მქონია ამ ადამიანთან უდიდეს პატივს ვუწევ მართლა ვიცი რომ უამრავ ადამიანს ეხმარება ძალიან ბევრ ადამიანს მაგრამ ჩვენ და შემთხვევაში მე არ შევდე თან იძახდნენ რომ 30000 დოლარს უხდის ყოველთვიურად ნანუკას ნატას და მარიამ კაფრიძეშვილს ღმერთო რაც ტყუილია ასე არ არის ვიჩივლეთ მაგრამ დოკუმენტებით ვიყავით სასამართლოში 30000 დოლარს არ უხდის 60000 ვინ არის თქვენ შორის უფრო მზრუნველი ეს ვინ არის უფრო ჯიუტი ჯიუტი ალბათ ორივე მე უფრო ჯიუტი ვარ მეც მე უფრო ვინ არის უფრო ემოციური მე გონი ყველაფერი მე ვარ ვინ უფრო ცივი გონებით მოქმედებს მე ალბათ ამას მეც ვიტყვი ცოტა მეც ვფიქრობ ვინ უფრო კარგად სწავლობდა სკოლაში ნატა მე ვინ უფრო ხშირად ჩხუბობდა ბავშვობაში მე ვიცი რაზე ვეჩხუბებოდი და დავცინოდი თქვი ცისფერი თვალები რა ქონდა ნაბულინგები და ბაბულინგები მეც და მერიკოსაც ორივეს აი ერთი რამის შეცვლა რომ შემეძლოს ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს თვალისფერს შევიცვლი მეც არა ხო და მთელი ბავშვობა ეგ მინდოდა და ვეუბნებოდი რომ ძალიან ცუდფერის თვალები გაქვს თქო და მე და მერიკოს ორივეს გვატირებდა ნატამ მერიკოს ლამაზესი მწვანე თვალები აქვს და ამიტომ ნატა გვატირებდა ვინ უფრო ადვილად ტირის მე შენ არ ტირი ხო კი მე მეთქი მე უსასტიკეს მაგრამ მგონი მე ვერავინ ვერ ხედავს მაგას ხო ვერა ვერ ხედავს ჩემს მასწავლეთ მე კიდე შემიძლია სახალხო მე ვწერი ბევრს ვწერი მაგრამ ადამიანები ვერ ხედავენ ამას მე მგონი ვხედავდით ხოლმე ჩართვების დროს სად აი რაღაც კარგი რო ხდება მაშინ გული გიჩუქდება შეიძლება ხმა გაგებზარება სხვათა შორის გარეთ მომდის ხშირად ცრემლები და მახსოვს ოღონდ იმიტომ კი არა რომ რაღაც ემოცია ძალიან კაი ისტორია ეს მედი ანუ მოკლედ ღია ფერის თვალებს ვისაც აქვს ეცოდინება რომ განსაკუთრებით აი ქარი რო ხდება მარტივად მოდის ცრემლები რა მე მაქვს ესეთი პრობლემა და მახსოვს რომ ნიკამელია ხო ამის გამო ხშირად ნუ სათვალესაც იკეთებს ნიკამელია რომ გაუშვეს ციხეში მაშინ რომ გაუშვეს ციხეში პირველად ხო სასამართლოსთან ვიდექი და ყვებოდი და ცალი თვალიდან ჩამომდიოდა ცრემლები და პოსტივიზე გაუშვეს რომ ნიკამელიას დასტირისო ან ცალი თვალიდან არ მომდიოდა ცალი თვალიდან მომდიოდა მერე კიდევ ერთი ამბავი იყო შაქარაშვილის მკვლელობის საქმე იყო და განაჩენი რომ გამოცხადდა გაუშვეს ციხეში პატიმრები და გარეთ ვიდექი მაგარი ქარი იყო და ორივე თვალიდან მომდიოდა ცრემლები და ადვოკატი მოვიდა შენო რა კარგი ადამიანი ხარო იმად გამოტირი და ანუ აი სიგიჟებს ყველას გონია რომ ვიღაცას გამოტირი მაგ დროს უბრალოდ ცრემლი ჩამოდის მოკლედ მაყურებელო არავის ეს არ დასტირის არავის არ დავწირი ცისფერი თვალი აქვს და მოსეს ავტომატურად ცრემლები და სინამდვილეში არის უსასტიკესი არაფერზე გული არ იჩუქდება ნუ ამბობა ასე ანუ ლიკა ვინ უფრო ადვილად ტირი კაი რა იყო ანუ რატო გონი ვარ სასტიკი რა კაცო მე ხო ეგეთი ირონია მაქვს მე ყველაფერს მე ხალხო თქვენ არ იცით კოცების შაყირი რა კოცებს რასაც გეუბნებიან რომ 30000 აიღე შემდეგ უთხოს 60 აუ კაი არა ვიკა იცი ჩემს მეზობლებსაც ჯეროდა და იცი იმ დღეს ხელოსანი მყავდა სახლში და შენო ამისო თემური არ გიხდისო კაცო ფულსო ვინ უფრო არეულია სახლში მე ნატა ტანსაცმელია ჩემი პრობლემა და შენ არ ეუბნები ხოლმე შენიშვნებს უნდა გამოიყენო ამის ისუს და ეს რო გეუბნება შენ ირე ახა შენ რატო არ ეუბნები არა ეგეთი მდგომარეობაც არ მაქვს ვიკა დედა მოდის და მილაგებს კი ნამდვილად მე ჩემს სახლში რაღაცა დიდი ქაოსი ხდება და დედა და სხვათა შორის ნატა რომ მაგით რაღაც არ მოსწონს მის ჩართვაში ან რაღაცაში ფიქრობს რომ უკეთესში მე ყოველთვის ვამშვიდებ და თვითონ არასდროს მომშვიდებს პირიქით. კაცს მოზელოპარაკობთ ახლა. გადამიulis ხოლმე. არა, გამახსენდა. არ მოგეწონა ხო? ვინ უფრო ხშირად ამბობს, მე ხო გეუბნებოდი. ნატა.
აუ ძალიან იშვიათად, აი როდის გეუბნები, ხა რატო იგონე? სულ მაგას მეუბნები ხოლმე. აუ ძალიან იშვიათად, ანუ უკვე ანუ გიშლება. ხო, გაჩვენე. ვინ უფრო პოპულარული იყო სკოლაში? ალბათ მე. ხო შეიძლება. და ის საერთოდ სხვათა შორის რომ დავიწყე ტელევიზიაში სიარული და გავხდი ჟურნალისტი, დავიწყე მუშაობა. კერძო სკოლა დავამთავრე ლაშარი და იცი სამი. რომ მივედი ტელევიზიაში პირველად, ყველა იზახდა რომ ის ნატას და გაიცანი. ნატას და ახლა ნატას ვინც ხდება ყველა ამბობს რომ ნანუკას დაბრუნდებით ხო? აი ესე შეიცვალა. ყველაფერი. მაგრამ მე ძალიან ამაყი ვარ. მეც ძალიან მიხარია რომ ნატა ჩამიდა. და მაშინაც მიხარია. დები ალბათ არ ვიცი, რომელთაც აქვთ კონკურენცია. თქვენთან ეს წარმოუდგენელია. არა. გიხარიათ ერთმანეთის ხო, რა თქმა წარმატება. უნდა. ძალიან თან. მაგრამ ერთი მინუსი აქვს. აბა ადამიანები სახლში რომ მიდიან, სამსახური სრულდება ხოლმე, ხო? ჩვენ შემთხვევაში არა. სახლშიც განვიხილავ სამსახურის ამბავს. ვინ უფრო უკეთ იტანს კრიტიკას? ალბათ მე. შეიძლება მეც. არა მე. არ ვიცი. მე ყველაფერს მეს რო ვიძახი. ეს შინე. ვინ არის დედას დამჯერი? მე. აი დამეთახმა ძლივს რაღაცაში დამეთახმა. დედიკო, გაიგე. ეხლა იწყება ყველაზე უსკანდალურესი ნაწილი ჩვენი მე ვიცი რაც არის. რაც უნდა იკითხო. მე აბა რა უნდა მაგრამ არ ვიტყვი. ისმენ. პირადში რა ხდება? შემთხარი. დაიწყე შენ. მე ზოგადად არ ვსაუბრობ ჩემს პირად ცხოვრებაზე არასდროს. არ მიყვარს აფიშირება ჩემი ურთიერთობების. არასდროს არ ვაქვეყნებ ფოტოებს ჩემი პირადი ცხოვრების. მიუხედავად იმისა, რომ გიждები ყველანაირი სტორების გადაღებაზე, არასდროს ჩემს პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვაწვდი საზოგადოებას. ამაში გონე გავხართ ერთმანეთს. ესე შემთხვევა, როცა ხო სრულად ვეთანხმები. აუ მეც არ მიყვარს და არ ვარ მზად ეხა რომ ამ თემებზე ვილაპარაკო. პატარა ნანუკას და პატარა ნატალიას დღეს რას ეთყოდით? ერთ წინადადებას რომ ნახოთ. აი პატარა ნატალიას რას ეთყოდი? ყოჩახ. შე ყველაფერი გამოგევიდა. აუ მართლა მაგაზე მართლა ვფიქრობდი. ეგრეა. ანუ რაც მინდოდა ყველაფერი გამომივიდა, დედას გეფიცები. აი ყველაფერი გამომივიდა. შენ? მე უნდა მეთქვა რომ ყველაფერი გამოგივა. ხო, რა ვიცი. პატარა ნანუკას ამას უეთყოდი თქო. ხო, იცი არ რთული იყო, ან რა ვიცი, რა საინტერესო იყო. მე ვეთყოდი რომ არ გაჩერდა და წინი არა თქო, ისო ხმამაღლა თამამად და არ დაუჯერო ნატას, რომელიც გეუბნება დაწყნარდით ამშვიდდი. ძალიან დიდი მადლობა გოგოებო, ძალიან მიყვარხართ, ძალიან დიდ პატივს გცემთ ყველაფრის გამო, თქვენი ისტორიების გამო, თქვენი თვითრეფლექსიის გამო. მე ძალიან ვაფასებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამბობს გულწრფელად საკუთარ ისტორიას, ვინც ყვება გულწრფელად თუნდაც თავის შეცდომებზე. იმიტომ რომ მეც მქონია პროფესიული შეცდომები და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ზუსტად ჩვენი გულწრფელობა. და მე ყოველთვის სულ მიყვარს იმ ადამიანების, ვინც ამას არ აკეთებს, მართლა გულწრფელად ვამბობ ამას. შეიძლება ხვდებიან, მაგრამ არ არიან მზად ამის სათქმელად. და მადლობა თქვენი პრინციპული პოზიციისთვის, მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ და მადლობა რომ ასეთ საყვარლები ხართ. მადლობა შენ. უნდა დავემშვიდობო ჩვენი გადაცემის სტუმრებს, ნანუკას და ნატას და მომწერეთ, ვის ისურვებდით შემდეგ სტუმრებს. სხვათა შორის ვინმე მოგწერა ჩვენზე, თუ რატომ გადაწყვიტე რომ წერდნენ და აი ავასრულეს ოცნება. კარგი, ახლა მე მოგწერ, ვინ მოიწვია შემდეგ გადაცემაში. ახლა კითხო რა დავუტყოთ შეიძლება. შემდეგ სტუმარს დავუწყე კითხო. კაი, მომწერე. მადლობა თქვენ, აბა ნახვამდის და ამასობაში გახდა 12 საათი ხალხო.